Кто помнит, о чем мы говорили в прошлый раз? ვის ახსოვს რაზე ვსაუბრობდით წინა კვირას? Не помните? მახსოვს. Я на этот раз помню сам. ამჯერად მე თვითონ მახსოვს. Я надеюсь, что вы тоже помните. Я скажу несколько слов, и вы вспомните сразу. რამდენიმე სიტყვას ვიტყვი და თქვენ ყველას გაგახსენდებათ. Мы говорили о последних временах ჩვენ საუბრობდით ბოლო დროზე и о том, в каком положении люди могут оказаться в это время. და იმაზე თუ როგორ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები ამ დროს Что это может повлечь за собой? და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. Мы не акцентировались на этом, но мы говорили о том, что гонения за веру, какие-то трудности и так далее, они производят в людях перемены какие-то. და ჩვენ ამისთვის ხაზი არ გაგვისვია, მაგრამ იმისაც ვთქვით, რომ დევნებმა და შევიწროებამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს. И очень важно, чтобы человек не изменился в худшую сторону под влиянием всего этого. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის ზეგავლენით ადამიანი უარესობისკენ არ შეიცვალოს. Потому что когда Иисус вернется, Он будет спрашивать с нас за ту жизнь, которую мы прожили. იმიტომ რომ როდესაც იესო დაბრუნდება, ის ჩვენ პასუხს მოგთხოვს იმ განვლილი ცხოვრებისათვის, რომელიც И ჩვენ помните, ვიცხოვრეთ. мы читали там эту притчу, где Он говорит, что овцы направо, козлы налево. და გახსოვთ ჩვენ წავიკითხეთ იგავი, სადაც ის ეუბნება, რომ ცხვრები დადგნენ მარჯვენა მხარეს, ხოლო თხები მარცხენა И მხარეს. своим овцам Он говорит, что когда я был голоден, вы накормили меня. Помните, да? და ხომ გახსოვთ რომ უთხრა თავის ცხვრებს, რომ როდესაც მე მშიერი ვიყავი თქვენ Когда я დამაყურეთო, жаждал, вы напоили меня водой. როდესაც მწყურო და თქვენ წყალი დამალევინით. И эти люди, им несколько вещей еще, и эти люди удивляются так искренне: Боже, а когда мы для Тебя это сделали? და კიდევ რამდენიმე რამ უთხრა და ეს ხალხი იყო ძალიან გაკვირვებული, ღმერთო, როდის გავაკეთეთ ეს? Как Бог вообще может оказаться в таком состоянии, что Он в чем-то нуждается? Этого не может быть. როგორ შეიძლება ღმერთი აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ რაღაცა სჭირდებოდეს? ეს ხომ И Он говорит: შეუძლებელია. когда вы сделали это для кого-то из меньших всех, из ваших братьев, сестер и так далее, და მან უპასუხა, რომ როდესაც ეს თქვენ გაუკეთეთ ერთ-ერთ ჩემს მცირეთაგან მორწმუნეს, Вы сделали это для меня. თქვენ ეს ჩემთვის გააკეთეთ. и это определило то, где эти люди будут проводить вечность. და ამან განსაზღვრა თუ სად გაატარებდნენ ეს ადამიანები То есть მარადისობას. и вера этих людей, она не была декларативна только. და ამ ასე იგი ადამიანთა რწმენა არ იყო მხოლოდ Они не დეკლარირებული. только говорили о своей ისინი вере, უბრალოდ კი არ ლაპარაკობდნენ, эти მხოლოდ კი არ люди ლაპარაკობდნენ. жили в соответствии со своей верой, ეს ადამიანები ცხოვრობდნენ თავისი რწმენის и поэтому შესაბამისად они не могли пройти мимо нужд каких-то, которые встречались на их дороге. და ამიტომ ისინი გვერდს არ უვლიდნენ იმ საჭიროებებს, რომლებიც იყო მათი ცხოვრების გზაზე. И еще мы там говорили, და კიდევ ჩვენ ვთქვით, что Иисус предложил одну вещь, которая сохранит тебя от изменений негативных в это последнее время. რომ იესომ შესთავაზა ერთი რამ, რაც დაიფარავდა მათ, ასე იგი ცუდი ზეგავლენისგან, აი ამ გზაზე. Что-то как рецепт от этой болезни последнего ეს времени. იქნებოდა როგორც რეცეპტი, ასე იგი როგორც წამალი ბოლო დროისათვის. Это служение другим людям. ეს არის სხვა ადამიანების მსახურება. Когда ты служишь другим, მომსახურეობა. როდესაც ჩვენ когда ты სხვა думаешь ადამიანებს не только о ემსახურები, себе, заботишься не только о себе. როდესაც არ ფიქრობ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ Когда ты ზრუნავ მხოლოდ საკუთარ поднимаешь თავზე. глаза выше, чем просто твои нужды личные, როდესაც თვალებს აწევ და უფრო ზემოთ იყურები, и ვიდრე შენი პირადი восстаешь против საჭიროებებია. этой волны эгоизма, которая накрыла сейчас этот და мир. ეწინააღმდეგები იმ ეგოიზმის ტალღას, რომელიც ახლა ძალიან მაღლა არის აწეული. И мы закончили это очень важным одним вопросом интересным. და ჩვენ დავასრულეთ ერთი ძალიან საინტერესო კითხვით. Может быть, вы вспомните этот вопрос. შესაძლოა თქვენ გაგახსენდეთ ეს კითხვა. Этот вопрос однажды Иисусу задал один человек. და ეს კითხვა ერთხელაც ერთმა ადამიანმა დაუსვა Там была იესოს. такая очень интересная ситуация. იქ იყო ძალიან საინტერესო Разные სიტუაცია. люди партиями подходили к Иисусу и пытались его искусить, найти что-то к его обвинению. სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფები მიდიოდნენ და ცდილობდნენ მის გამოცდას.
И вот один სხვადასხვა человек საკითხებში. подошел, законник, и говорит, какая самая большая заповедь в законе. და მივიდა რჯულის მცოდნე და უთხრა რომელია ყველაზე დიდი მცნება А რჯულში. Иисус поступил, как евреи поступают. Он ответил вопросом на вопрос. იესო კი ისე მოიქცა როგორც ებრაელი და კითხვაზე китხვით Знаешь, что одного еврея спросили, а почему вы всегда отвечаете вопросом на вопрос? Он сказал, а кто вам сказал? და ერთ ებრაელს კითხეს რომ რატომ არის რომ კითხვას კითხვით პასუხობთ ყოველთვის და მან უთხრა ასეთი რამ თქვენ ვინ გითხრათ ეს? И вот Иисус задает ему вопрос, а ты сам-то как думаешь про это? და იესო ეუბნება შენ თვითონ როგორ ფიქრობ ამის И этот შესახებ? человек говорит, და ეს ადამიანი возлюби Господа Бога твоего პასუხობს შეიყვარე უფალი всем ღმერთი сердцем, შენი всем მთელი შენი разумением, გულით მთელი გონებით всей силой მთელი твоей შენი სიმაგრით и ძალით ближнего твоего, как самого себя. და მოყვასი შენი როგორც საკუთარი И знаешь, что ცალი. ему ответил Иисус? და იცით რა უპასუხა Он იესო? сказал, правильно ты отвечал. სწორად მიპასუხე. Так поступай и будешь жить. ასე მოიქეცი და იცოცხლებ. Если ты будешь внимательно читать Священное Писание, თუ შენ ყურადღებით წაიკითხავ წმინდა წერილს, то ты увидишь одну интересную вещь. ერთ საინტერესო რაღაცას დაინახავ. Оказывается, само по себе знание духовных истин, თავის და თავად სულიერი, ასე იგი, ჭეშმარიტების ცოდნა оно не гарантирует человеку спасение. არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანი იქნება То, что я გადარჩენილი. знаю что-то своей головой, это еще ничего не значит. ის რომ მე ჩემს გონებაში რაღაცა ვიცი, ეს კიდევ არ არის Я საკმარისი. знаю несколько примеров людей, которые знали Священное Писание лучше, чем многие из нас, и тем не менее они были офицерами КГБ, например. მე მაგალითად ვიცი რომ იყვნენ ადამიანები, რომელმაც ზოგიერთ ჩვენგაზე უკეთესად იცოდნენ წმინდა წერილი, მაგრამ კგბ-ს თანამშრომლები И იყვნენ. использовали свои знания, чтобы сбивать с пути верующих, запутывать верующих. და თავის ცოდნას იმისათვის იყენებდნენ, რომ გზა აებნიათ მორწმუნეებისთვის. Знание истины духовной, სულიერი ჭეშმარიტების ცოდნა оно тогда приносит человеку пользу и дает жизнь, მას იმ დროს მოაქვს ადამიანისთვის სარგებელი და სიცოცხლე, если человек эту истину принимает в свое сердце თუ ამ ჭეშმარიტებას ადამიანი თავის გულში ღებულობს и позволяет ей изменить его изнутри. და ნებას რთავს, რომ ამ ჭეშმარიტებამ ის შიგნიდან შეცვალოს. Например, ты слушал прошлую проповедь, შენ მოისმინე წინა ქადაგება. и там написано, что ты должен служить не только себе самому, но другим людям. და იქ იყო დაწერილი, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მოემსახურო, А ты, например, არამედ не სხვა такой ადამიანებსაც. человек. შენ კი დაუშვათ არ ხარ ასეთი И вот ты ადამიანი. вернулся домой и და думаешь. შენ დაბრუნდი სახლში და ფიქრობ. Видите, я до сих пор верю, что люди думают о том, что они слышали. და დღემდე მჯერა რომ ადამიანები ჩაფიქრდებიან ხოლმე და ფიქრობენ იმაზე, რასაც ისმენენ, Или о том, что они прочли. ან имაზე, რასაც კითხულობენ. Я до сих пор верю в эти вещи. ვერუში. Да, я верующий. И вот смотри, ты подумал, и ты увидел, что это не про мою жизнь, у меня что-то неправильно. და შენ შეხედი ამ ყველაფერს და დაინახე, რომ ეს არ გავს ჩემს ცხოვრებას. И ты приходишь и говоришь, Господи, Да, Бог. прости меня, пожалуйста. ეუბნები, ღმერთო მაპატიე. Как я пропустил это в своей жизни? როგორ გამოვტოვე ეს მე ჩემს И ცხოვრებაში? когда ты вот так და раскаиваешься, როდესაც ასე ინანიებ, твое сердце меняется. შენი გული იცვლება. И как следствие меняется твое და поведение. ამის შედეგად შენი ქცევაც იცვლება. Но это человек, который задал Иисусу этот вопрос, მაგრამ ის ადამიანი, ვინც ეს კითხვა იესოს он не დაუსვა, собирался меняться. ის არ აპირებდა შეცვლას. Он просто задал вопрос. მან უბრალოდ კითხვა У него დასვა. просто были знания. მას უბრალოდ ცოდნა ჰქონდა. И когда Иисус сказал ему, молодец, ты хорошо отвечал, და როდესაც იესომ უთხრა, რომ ყოჩახ შენ კარგად მიპასუხე. теперь иди и делай, и ты будешь жить. ეხლა წადი და ასე იცხოვრე და გექნება Этот სიცოცხლე. человек в оправдание себя задал вопрос. ამ ადამიანმა თავის გასამართლებლად კითხვა დაუსვა. А кто мой ближний? ვინ არის ჩემი მოყვასი? Как будто бы он не знает этого. თითქოს მან ეს არ იცოდა. Так, вот этим вопросом мы и закончили наше прошлое собрание. და ამ კითხვით დავასრულეთ ჩვენ წინა მსახურება. А кто же наш ближний? და ვინ არის ჩვენი მოყვასი? Кто входит в этот круг? ვინ შედის ამ წრეში?
Если говорить о человеческих отношениях, о том, где мы общаемся, как и с какими людьми, თუ ადამიანთა ურთიერთობებზე ვისაუბრებთ, мы თუ можем несколько разных кругов общения выделить. ჩვენ შეგვიძლია გამოვკვეთოთ ადამიანთა ურთიერთობის რამდენიმე И წრე. когда я начал думать на эту тему, და როდესაც მე დავიწყე я ამაზე понял, что я не ფიქრი, могу говорить на эту тему одно или два собрания. მე მივხვდი, რომ ამ თემაზე ერთ ან ორ მსახურებაზე ვერ ვისაუბრებ На это მხოლოდ. нужно несколько собраний, чтобы хотя бы чуть-чуть коснуться этого всего. ამას სჭირდება რამდენიმე მსახურება მაინც, რომ ცოტათი маინც შევეხოთ აი ამ თემას. Какие же эти сферы, где мы взаимодействуем с людьми? და როგორია ეს სფეროები, სადაც გვაქვს ურთიერთობა Ваше мнение, ადამიანებთან? предложение, кто думает? თქვენი აზრი, თქვენი Самая შეხედულება, главная сфера ყველაზე მთავარი სფერო. – это семья, это твоя ოჯახი. семья. ეს Аминь. არის ოჯახი. Это твоя семья. Кто это еще может быть? კიდე ვინ შეიძლება იყოს? Оглянитесь вокруг и подумайте, кто это может быть еще? მიმოიხედეთ და ესე იგი დაფიქრდით. Это твоя церковь. ეს არის შენი Это твои ეკლესია. братья и сестры по вере, так? შენი დები და ძმები ქრისტეში. Теперь подумайте, выгляните в окно и подумайте, кто еще может быть это. ეხლა გაიხედეთ ფანჯარაში და დაფიქრდით, ვინ შეიძლება იყოს კიდევ თქვენი მოყვასი. Это вообще любые люди на улице, правда? ნებისმიერი ადამიანი, Мы же с ними ქუჩაშია. общаемся, да? ჩვენ ხო გვაქვს მათთან ურთიერთობა. А кто еще это может быть? და კიდევ ვინ შეიძლება ეს Как вы იყოს? думаете? როგორ фიქრობთ? Самое трудное, кто это ყველაზე может быть? რთული ვინ Это შეიძლება наши იყოს? враги. ჩვენი მტრები, Это наши враги. ისინი ჩვენი მტრები. И нам надо общаться со всеми этими категориями людей. და ჩვენ უნდა გქონდეს ურთიერთობა ყველა ამ კატეგორიის И если мы ადამიანებთან. можем в какой-то степени спрятаться от наших врагов, от наших внешних, და თუ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა донеზე маინც ასე თქვა დავემალოთ ჩვენს иногда მტრებს, мы можем даже отгородиться от наших братьев, сестер, построить такие формалистские стены в отношениях. დებსა და ძმებს შორისაც ასე თქვა კედლები აღმართოთ. То если мы попробуем это сделать у нас дома, თუ ამის გაკეთება შევეცდებით საკუთარ ოჯახში, мы сразу начинаем страдать. იმ წუთში ასე თქვა ვიწყებთ ტანჯვას. Поэтому сегодня я бы хотел достаточно коротко сказать на очень большую тему. Может быть, потом мы будем в течение года возвращаться к этому. Но я сегодня хочу начать с семьи. ამიტომ აი ამ დიდ თემაზე მინდა დღეს ვისაუბრო, ეს არის ოჯახის თემა და ეს იმდენად დიდი თემა, რომ ალბათ შემდეგში კვლავ დაუბრუნდებით ამას. И если начать говорить о семье, то ты увидишь, что там тоже есть разные уровни отношений. და თუ ოჯახზე დავილაპარაკებ, ჩვენ დავინახავთ, რომ იქაც არის ურთიერთობების სხვადასხვა დონეები. Муж, жена – это один уровень, родители, дети – это другой уровень. ცოლი და ქმარი ეს არის ერთი დონე, მშობლები და ბავშვები მეორე, Бабушки, дедушки – это вообще другая პაპები, планета. ბებიები, კიდევ სხვა. Но давайте мы хотя бы об основных вещах чуть-чуть поговорим. მოდით ძირითადზე მაინც ვისაუბროთ. И хотя семья состоит вот из всех этих вещей, этих сложных уровней, და მიუხედავად имისა, რომ ოჯახი შედგება აი ამ სხვადასხვა რთული ურთიერთობებისგან, есть დონეებისგან, один очень важный принцип, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, без которого ты не обойдешься ни в какой сфере твоих семейных отношений. რომლის გარეშე შენს ოჯახურ ურთიერთობაში მოკლედ რომლის გარშეც არ შეიძლება Он იყოს ოჯახური универсальный для ურთიერთობა. всех уровней твоих და отношений в семье. ის არის უნივერსალური შენს ოჯახში ყველა ურთიერთობებთან. Он содержится в первом послании Тимофею в 5 главе, в 8 стихе. პირველი ტიმოთეს Догадываетесь, о чем говорю? პირველი ტიმოთეს წერილში არის ეს Там написано: «Если же кто о своих и особенно о домашних не печется, тот отрекся от веры и хуже неверного». პირველი ტიმოთეს 5:8 თუ ვინმე საკუთარ ახლობლებზე აზრუნავს ოჯახის წევრებზე ის მან უარყო რწმენა და ურწმუნოზე უარესია. Давай еще раз. მოდით კიდევ ერთხელ. Если же кто о своих и особенно о домашних не печется, თუ ვინმე თავისიანებზე და განსაკუთრებით ოჯახის წევრებზე არ ზრუნავს, тот отрекся от веры и хуже მან неверующего. უარყო რწმენა და ურწმუნოზე უარესია. Ой, какие сильные слова, правда? როგორი ძლიერი სიტყვებია, ხო? Очень сильные слова. ძალიან ძლიერი. И если нам честно начать размышлять на эти темы и говорить на эти темы честно, და ჩვენ რომ გულწრფელად ამ თემებზე ვისაუბროთ, возможно, мы усомнимся, всегда ли мы порядочно поступаем в отношении своей семьи.
მაშინ ჩვენ ეწვის კი შეგვეპარება და დავფიქრდებით იმაზე, რომ შესაძლოა ჩვენ ყოველთვის სწორად არ ვიქცევით ჩვენს Всегда ли мы ოჯახში. делаем то, что мы должны делать? ყოველთვის არ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ. Это слово «печется», ეს სიტყვა ზრუნვა оно эквивалент слова «заботиться» არის ეკვივალენტი სიტყვისა, ზრუნვა. и еще означает, кроме «заботиться», და კიდევ ზრუნვის გარდა ნიშნავს стараться მცდელობას и думать наперед. და წინასწარ фикрს. Интересно, не правда ли? ხომ საინტერესოა? Давай немножко об этом поговорим чуть-чуть. მოდით ცოტათი ამაზე ვისაუბროთ. Заботиться ზრუნვა – это делать для другого то, в чем он нуждается. არის ის, როდესაც სხვას უკეთებ იმას, რაც მას სჭირდება. Не то, что ты думаешь, ему нужно. ის კი არა, რომ შენ ფიქრობ, რომ რაც კონკრეტულად მას Не то, სჭირდება. на что у тебя хватает силы любви, а то, в чем на самом деле нуждается არა человек. ის, რაზე ჩვენ ძალა და ძალისხმევა, ესე იგი, ყოფნის, რომ მას გაუკეთოს. Не лишнее არც отдаешь. ზედმეტი რაც გაქვს იმის მიცემა ნიშნავს. Если у тебя есть лишнее, и ты не знаешь, куда это деть, თუ შენ გაქვს ზედმეტი და შენ არ იცი სად и წაიღო ეს тебе просто жалко это выбросить, და შენ უბრალოდ გენანება გადასაყრელად, сзади этого здания есть контейнер. ამ შენობის უკან არის კონტეინერი. Положи все это аккуратно в пакетик и положи перед контейнером. სუფთად, ესე იგი, ჩაალაგეთ, ესე იგი, ცელოფანში და დატოვეთ იმ Там კონტეინერის. нуждающийся человек найдет и то выберет из этого всего только то, что ему нужно. იქ გასაჭირში მყოფი ადამიანი გადაარჩევს და რაც მას სჭირდება, იმას აიღებს. Но в семье вот так, я это для тебя сделал, будь доволен или довольна, это не пойдет. მაგრამ ოჯახში არ გამოდის ესე, რომ აი მე შენ ეს გაგიკეთე და ამითაც კმაყოფილი იყავი. Настоящая забота სინამდვილეში ნამდვილი – это მზრუნველობა когда ты делаешь для человека то, в чем он нуждается. არის ის, როდესაც შენ ამ ადამიანს უკეთებ იმას, რისი საჭიროებაც მას აქვს. Еще одно значение – это стараться. კიდევ ერთი მნიშვნელობა, რომ შენ ცდილობ. Человек, который старается, ადამიანი, რომელიც ცდილობს, он прикладывает усилия, ის ძალისხმევას გამოიღებს, чтобы лучшим образом сделать все возможное. რომ რაც შესაძლებელია საუკეთესოდ გააკეთოს. Если нужно, преодолевает трудности какие-то, лишь бы это сделать. თუ საჭიროა, რაღაცა, ესე იგი, რაღაცას გადალახავს კიდევაც, რომ ეს ოღონდაც კარგად И иногда გააკეთოს. это подразумевает многократные попытки. Он еще раз пробует, еще раз пробует, еще раз და пробует. ხანდახან ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ ცდილობას ერთხელ და ორჯერ კი არა, იმდენჯერ, ესე იგი, ეცდება, რამდენჯერაც საჭიროა. А мы иногда постарались один раз сказать, он не ценит, она не ценит, поворачиваемся и ჩვენ уходим. კი ხანდახან შეიძლება ასეთი რამეც გქონდეს, რომ ერთხელ გაუკეთეთ და არაფასებს, ამიტომ მეორედ აღარ გაუკეთებ. И думает наперед, და ის რომ წინასწარ ფიქრობ, это меня очень сильно восхищает. აი ეს ძალიან აღმაფრთოვანებს. Знаешь, я обнаружил, что я вообще по жизни очень мало наперед думал. მე აღმოვაჩინე, რომ მე ცხოვრებაში ძალიან ცოტას ფიქრობდი წინასწარ. Но я встречался с родителями, მაგრამ მე შეხვედრი ვარ მშობლებს с супругами, და მეუღლეებს, которые продумывали свои шаги наперед. И меня всегда это რომლებიც восхищало. წინასწარ გათვლიდნენ თავიანთ ნაბიჯებს და ეს მე აღმაფრთოვანებს. Вот я сейчас с ребенка к этому толкаю, как это аукнется в его жизни через 5 აი лет. ახლა მე ბავშვს უბიძგებ კონკრეტულად ამისკენ და მომავალში რა შედეგს გამოიღებს ეს Вот მის сейчас ცხოვრებაში. это сделал или я этого не сделал, что это повлечет за собой? აი ახლა მე ეს გავაკეთე ან არ გავაკეთე და ამას რა შედეგი ექნება მის ცხოვრებაში. Человек оценивает последствия, планирует. ადამიანი აფასებს შედეგებს და გეგმავს. И знаешь, что это включает в себя და еще? იცით კიდევ რას მოიცავს ეს? Следи за своими словами. ასე იგი დაუფიქრდი შენ სიტყვებს. Потому что то, что ты говоришь, იმიტომ რომ რასაც შენ ლაპარაკობ, это не просто так. უბრალოდ არ არის. Это или строит, или разрушает. ეს ან აშენებს, ან ანგრევს. Священное Писание говорит, что даже Цвета жизнь и церкви смерть во власти языка. გვეუბნება რომ სიცოცხლეც და სიკვდილიც არის ენის ძალაუფლების ქვეშ. Некоторые люди даже не знают, что слова, которые они кинули кому-то, заставили этого человека убить себя.
ზოგიერთმა ადამიანმა არც კი იცის, რომ ის სიტყვები, რომლებიც მათ წამოისროლეს, ამ სიტყვებმა უბიძგა ადამიანს თვითმკვლელობამდე. Иногда вещи, которые мы говорим, связывают людей на годы. ხანდახან სიტყვები, რომელსაც ჩვენ წარმოვთქვათ, ბოჭავს იმ ადამიანს რამდენიმე წლის А მანძილზე. иногда на всю жизнь. და ხანდახან შებოჭილი რჩება სამუდამოდ. Поэтому думайте наперед, когда вы что-то кому-то говорите, особенно в семье. დაფიქრდით და იფიქრეთ имазе, როდესაც რაღაცას ეუბნებით ვიღაცას განსაკუთრებით ოჯახში. Я могу отмахнуться от слов, которые мне сказал человек на улице. Покиплю немножко и забуду მე про это. შემიძლია, ასე ვთქვათ, ხელი აუქნიო იმ სიტყვას, რომელიც ვიღაცამ ქუჩაში მითხრა. და კი აუფორიაქტები, მაგრამ იმ შვიდად დამშვიდები Но მალე. если я услышу то же самое от своего отца или матери, მაგრამ თუ მე იმავე სიტყვას მოვისმენ ჩემი დედისგან, От брата, მამისგან, от сестры. ძმისგან, დისგან, от жены, от своих детей, ცოლისგან, შვილებისგან, с этим будет очень трудно справиться. ძალიან რთული იქნება ამას Это გაუმკლავდე. оставит раны очень глубокие. ეს ამას შეიძლება ძალიან ღრმა ჭრილობები Поэтому, დატოვოს. когда ты думаешь ამიტომ, როდესაც ჩემ ფიქრობ и планируешь заранее, და გეგმავ წინასწარ, ты тоже должен взвешивать свои слова. შენ უნდა აწონდაწონო შენი სიტყვები. Давай теперь немножко о семье поговорим. ეხლა მოდი ცოტათი ოჯახზე И, ვისაუბროთ. конечно, мы начнем с мужчин. და რა თქმა უნდა, მამაკაცებიდან დავიწყებთ. Нравится кому-то это или не нравится, ვინმეს მოსწონს ეს თუ არ но მოსწონს, Библия говорит, жене глава муж. ბიბლია ამბობს, რომ ცოლის თავი არის ქმარი. И мужья очень любят повторять эту фразу, და ქმრებს ძალიან მოსწონთ ამ ფრაზის გამეორება. даже если они ничего не делают для того, чтобы доказать это. მაშინაც კი თუ ისინი არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაამტკიცონ, რომ ეს სწორია. Крик, кулаки, тем более, это не доказательство. ყვირილი და мит უმეტეს მუშტი ეს სულაც არ არის Громкий დამამტკიცებელი. голос твой ничего не ხმის доказывает. ამაღლებაც არაფერს არ ამტკიცებს. Потому что Иисус говорит, იმიტომ რომ იესო ამბობს, что настоящий муж რომ ნამდვილი ქმარი – это тот, который заботится о своей жене, არის ის, რომელიც ზრუნავს საკუთარ ცოლზე, греет и питает ее. ათბობს და კვებავს Причем не настолько, насколько ему самому захотелось. და იმდენად კი არა, როგორც თვითონ მას უნდა. А образцом и точкой отсчета является Христос, как и Მაგრამ- Христос церковь. მაგალითი და ესე იგი ათვლის წერტილი არის ის, როგორც ქრისტე ზრუნავს თავის ეკლესიაზე. А жена да боится мужа своего. ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა. Знаешь, я читал в греческом переводе. ბერძნულში მე წავიკითხე, А жена, видя это, да уважает мужа своего. წერია, რომ ცოლი ამისი დამნახველი პატივს სცემდეს თავის ქმარს. Конечно, люди могут не оценить твоих самых высоких усилий. რა თქმა უნდა, ადამიანმა შეიძლება არ დააფასოს შენი ძალიან დიდი ძალის Самых ხმევა больших жертв. და შენ დიდი მსხვერპლით შეიძლება არ Но это დააფასოს. скорее исключение, чем правило. მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე ესე იგი ჩვეულებრივ ხდება. Если мужчина любит свою жену, как Христос возлюбил церковь, თუ მამაკაც თავისი ცოლი ისე უყვარს, როგორც ქრისტეს ეკლესია, она увидит это. ის ამას დაინახავს. Она обязательно это оценит. ცოლი ამას აუცილებლად დააფასებს. Она для этого замуж и вышла. ამისთვის გაყვაცოლად. Вы знаете, что кто-то сказал, феминизм это до первого нормального мужика. იცით რომ ვიღაცამ თქვა რომ ფემინიზმი არის პირველ შემხოდ მამაკაცამდე. Когда появляется настоящий мужчина, феминистические идеи испаряются куда-то. როდესაც ნამდვილი მამაკაცი გამოჩნდება, მაშინ მთელი ეს ფემინისტური შეხედულებები ინგრევა. Женщины вынуждены становиться сильными. ქალები იძულებულები არიან ძლიერები გახდნენ, На იყვნენ. самом деле, женщина с отбойным молотком – это продукт советской пропаганды, это не идеал Божий. სინამდვილეში ქალი, რომელსაც დიდი ურო უჭირავს ხელში, ეს კომუნისტური, ასე ვთქვათ, გადმონაშთია და სულაც არ არის სწორი. Когда Некрасов описывал русскую женщину, როდესაც ნეკრასოვი აღწერდა ქალს, он говорит, что это женщина, которая коня на скаку остановит, в горящую избу войдет. ის ამბობდა, რომ ეს არის ქალი, რომელიც გაჭენებულ ხელს გააჩერებს და ცეცხლმოდებულ სახლში А у შევარდება. меня всегда был вопрос, а где ее муж?
მე კი სულ კითხვა მიჩნდებოდა, ქმარი სატყავდა. Почему женщине приходится останавливать коня на скаку и вытаскивать своих детей из горящей избы? რატომ უწევს ცოულს ქალს რომ ესე იგი გაჭენებული ცხენი გააჩეროს და ცეცხლ მოდებულ სახლში შევარდეს შვილების А გამოსაყვანად? иногда не только их, но и своего пьяного мужа оттуда вытаскивает. და არა მხოლოდ მათი გამოყვანა უწევს ქალს, ხანდახან თავისი მთვრალი ქმრის გამოყვანაც უწევს. Может быть, мы христиане, может быть, мы не пьяные, может быть, мы не такие. შესაძლოა ჩვენ ქრისტიანები არ ვართ ასეთები და არ ვართ ასეთი მთვრალები. Но я встречал христианских мужей, которые не брали никакой ответственности за свою семью. მაგრამ მე შევხვედრი ვარ ქრისტიანულ ასე ვთქვათ ქმრებს, რომლებიც არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებდნენ საკუთარ თავზე. На самом деле, мужчина должен несколько вещей в обязательном порядке делать для своего дома. სინამდვილეში ესე იგი კაცი მას უნდა ჰქონდეს რამდენიმე ვალდებულება, რომელსაც ის უნდა ასრულებდეს. Конечно, в разумных пределах, в возможных пределах для него, Рад потому что вам, да, жизнь разная, люди разные, способности разные. გონიერების ფარგლებში და ძალის ფარგლებში, იმიტომ რომ სხვადასხვა ცხოვრებაა და ყველა სხვადასხვა Но შესაძლებლობები აქვს. мужчина обеспечивает свою семью, მაგრამ ქმარი უზრუნველყოფს თავის он ოჯახს, защищает ее ის მას იცავს и направляет ее духовно. და სულიერად წინ უძღვის. Даже если ты этого не выполняешь, მაშინაც კი თუ შენ ამას არ то, ასრულებ, что я сейчас скажу, რასაც მე ახლა ვიტყვი, но в плане Божьем, მაგრამ ღმერთის гегმაში на самом деле мужчина – это Синამდვილეში, священник в своей семье. კაცი არის მღვდელი თავის Каждый სახლში. мужчина – это потенциально священник в своей ყოველი семье. მამაკაცი პოტენციურად არის მღვდელი თავის сახლში. Вы знаете, что Ветхий Завет говорит, что это отцы должны учить Слову Божьему ძველი своих детей. აღთქმა გვეუბნება, რომ მამებმა უნდა ასწავლონ ღმერთის სიტყვა თავის შვილებს. Как много ты знаешь преподавателей воскресной школы мужского пола? რამდენად ბევრ, ესე იგი, მასწავლებელს იცნობთ საკვირაო სკოლაში, რომ კაცი იყოს, ბიჭი იყოს. Есть такие, но это исключение. არიან, მაგრამ უფრო Потому что გამონაკლისია. мужчины считают, что это как бы такое, незначительная вещь, пускай девочки это делают. იმიტომ რომ მამაკაცები ფიქრობენ, რომ ეს რაღაც უმნიშვნელოა და გოგონებმა გააკეთონ. На самом деле это одна из самых важных вещей в твоей жизни. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შენ Потому ცხოვრებაში. что ты будешь жить в старости так, как ты сейчас воспитаешь своих детей. იმიტომ რომ როდესაც მოხუცდები, ისე იცხოვრებ, როგორც აღზრდი ამ Ты შვილს. будешь или гордиться потом своими детьми, или стыдиться их. ან შენ ამაყი იქნები შენი შვილების გამო, ან შერცხვენილი. В зависимости от того, что ты в них вложил как იქიდან отец. გამომდინარე, თუ რა ჩადე შენ მათში Именно როგორც как мама. отец. ზუსტად როგორც мамам რა И ჩადე знаешь, მათში. почему многие ребята, они не в состоянии сейчас создать семью? და იცით რატომ არის რომ ბევრ ახალგაზრდას ეხლა ბევრი ახალგაზრდა ვერ ქმნის ოჯახს. Я не про всех говорю, конечно, я не хочу сейчас кого-то обидеть. Иногда, по-разному ყველაზე არ бывает. ვიცახი, სხვა გარემოებებია. Но некоторые люди и не хотят жениться, не хотят создавать семью. ზოგიერთ ადამიანს არც უნდა ოჯახის შექმნა, Потому არც что უნდა они ცოლის никогда მოყვანა. не видели перед своими глазами мужчину, который берет на себя ответственность იმიტომ какую-то. რომ თავიანთ თვალწინ არ უხილავთ კაცი, რომელსაც ოჯახის გამო ჰქონდა პასუხისმგებლობა С აღებული. другой стороны, они постоянно испытывают давление на себя. მეორე მხრივ ისინი გამუდმებით ზეწოლას От განიცდიან этого мира ამ წუთის все სოფლიდან. сидят с этими проклятыми смартфонами ყველა ზის თავის ამ წყეულის ფართის и მარტთან учатся ერთად оттуда. და იქიდან სწავლობენ. Откуда ты знаешь, что вот эти тезисы, постулаты, которые люди с умным видом тебе оттуда говорят, это правда? და საიდან იცი რომ ის თეზისები და ის პოსტულატები რომელსაც იქიდან შენ გაწვდიან რომ ეს სიმართლეა. Кто вообще эти люди? ვინ არიან საერთოდ ეს Что ადამიანები? подтверждает их квалификацию и право тебя учить? ვინ და რა ადასტურებს მათ კვალიფიკაციას და უფლებას რომ შენ რაიმე გასწავლო? А может быть, ты слушаешь их только потому, что ты нашел легкое объяснение для своей неправильной жизни. და იქნებ შენ მხოლოდ იმიტომ უსმენ რომ შენი არასწორი ცხოვრების ესე იგი საფუძველი ჰპოვე მათში. Но сейчас, в это последнее время, მაგრამ ამ ბოლო დროს ეხლა дети не видят своих детей молящимися, მშობლები ვერ ხედავენ თავიანთ შვილებს რომ ისინი ლოცულობდნენ. отцы не говорят со своими детьми о Боге, მამები არ ელაპარაკებიან შვილებს ღმერთზე.
Знаешь, одна американка сказала такую вещь. ერთმა ამერიკელმა ქალმა თქვა, Если ты не будешь говорить со своими детьми о Боге, ты потом всю оставшуюся жизнь будешь говорить с Богом о своих детях. თუ შენ შვილებზე არ დაელაპარაკები ღმერთს, მაშინ მთელი ცხოვრება მოგიწევს რომ ღმერთზე თუ არ დაელაპარაკები, მოგიწევს რომ მთელი ცხოვრება, ასე იგი, ელაპარაკო ღმერთს შენ შვილებზე. Но сегодня иногда ты разговариваешь с мужчинами, მაგრამ დღეს შენ ხანდახან ელაპარაკები მამაკაცს, разбираешь какие-то конфликтные ситуации между братьями, например. რაღაცა კონფლიქტურ სიტუაციას განიხილავ მაგალითად ძმებს შორის. Или что еще ужаснее, когда в семье ты разбираешь ситуацию. და რაც უფრო საშინელებაა თუ ოჯახში განიხილავ კონფლიქტურ И სიტუაციას мужчина начинает тебе жаловаться, და კაცი გეწუწუნება, что его чувства были задеты. რომ მისი გრძნობებს რაღაცა ცუდად შეეხო. Ах ты, сюси-пуси, как мне тебя жалко, твои чувства задели. რასაც წყალი ხარ, შენ გრძნობებს ისი არ შეეხნენ. А зачем ты мужчина? და რისთვის ხარ კაცი? Если я тебе скажу, сколько через мои чувства на танке переехали раз, მე რომ გითხრათ, რამდენჯერ გადაუარეს, ასე ვთქვა, ჩემს გრძნობებს, როგორც ტანკი в გადაუვლის разных ხოლმე. уровнях, на разных ситуациях, სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვა დონეებზე вы будете удивлены. გაგიკვირდებათ. Но ты мужчина, მაგრამ შენ ხარ კაცი, и ты должен утереться, встать и идти дальше. შენ უნდა ვთქვათ, სახე ჩამოიწმინდო და გზა Ты გააგრძელო. не можешь обижаться на своих детей, შენ არ შეიძლება გწყინდეს შენი не შვილებისგან. разговаривать со своими детьми, потому что папа на них обиделся. არ ელაპარაკებოდეს შენ შვილებს იმის გამო რომ მამას ეწყინა შვილისგან რაღაცა. На жену обиделся. ცოლზეც განაწყენებულია. Там, в деревне, где мы сажали картошку, იქ სოფელში, სადაც კარტოფილს ვთესავდით, муж и жена поссорились. ცოლ-ქმარმა იჩხუბა. Поругались, молодые люди, вечером поругались. ახალგაზრდმა იჩხუბეს საღამოთი. И потом муж говорит, иди, заведи теленка. Она говорит, сам иди, заведи теленка. და ქმარი ეუბნება, ხბო შემოიყვანე, შენ წადი და შენ В შემოიყვანე. общем, этой ночью волк хорошо поужинал. იმ საღამოს მგელი კარგად დანაყრდა. Ладно, бог с ним, с этим теленком. გამანებოთ ხბოს თავი. А когда мы уходим в свои чувства, როდესაც ჩვენ ვღრმავდები ჩვენს გრძნობებში, чтобы так не получилось, что когда нам ни до кого, а только до себя, чтобы дьявол не ისე съел არ наших მოხდეს, детей. ისე არ მოხდეს, რომ ჩვენ არ ჩავიკეტო ჩვენს გრძნობებში და ამის შედეგად ეშმაკმა ჩვენი შვილები არ შეჭამოს. Я как мужчина должен брать на себя ответственность. მე როგორც მამაკაცი ჩემს თავზე უნდა ვიღებდე И პასუხისმგებლობას. когда я этого не და делаю, როდესაც მე ამას არ ვაკეთებ, тогда это вынуждены делать женщины. მაშინ ქალები არიან იძულებულები, რომ ეს აიღონ თავი Я много საკუთარ раз это თავზე. говорил. მე ეს ბევრჯერ В მithქვამს 90-е годы 90-იანებში на наших улицах ჩვენს ქუჩებში ходили женщины с этими клетчатыми сумками, по Да, 2 дивные штуки, калеби. иногда по 3. აი ამ კლეჩატი ჩანთებით ხან ზოგს ერთი ეჭირა ძალიან დიდები ზოგს Ездили в ორი Турцию, покупали, მიდიოდნენ привозили на Лило, продавали здесь. თურქეთში იქიდან ჩამოქონდათ ეს საქონელი შემდეგ ლილოში ყიდდნენ И в это время где-то за гаражами და их ამ мужья დროს стояли. სადღაცას გარაჟთან ფარეხთან კაცი დგას მისი ქმარი Ჩვენ ოჯახებს გაუმარჯოს. და будут здравы наши семьи მანდილოსნებს გაუმარჯოს. и да будут хорошо себя чувствовать наши ქართველ женщины. დედას გაუმარჯოს. ნამდვილ დედას გაუმარჯოს. Да будут здравые грузинские женщины и матеря. Тьфу на все это. Копейка цена всем этим вещам. ყველაფერი ამის ფასი კაპიკიც არ არის. А когда это христиане делают? და როდესაც ამას ქრისტიანები აკეთებენ, Когда мы все на женщин перекладываем. როდესაც ყველაფერს, ასე ვთქვათ, მთელს ტვირთს ქალებზე გადაიტანენ, Вот я вам еду принес, скажите спасибо, от меня больше ничего не ждите, я устал на работе. აი საჭმელი მოგიტანეთ, მეც ნურაფერს ნუ მომთხოვთ, ხო მოგიტანეთ, И როგორც в გინდათ церкви от меня შეგააკეთეთ. ничего не ждите, я устал на работе. ეკლესიაშიც ნურაფერს მოითხოვთ ჩემგან, მე სამსახურში Дети, от გადავიყალე. меня ничего не ждите, с меня вашей матери достаточно вполне. შვილებო, ჩემგან ნურაფრის იმედი ნუ გექნება, დედა თქვენი საკმარისია ჩემთვის. И потом мы смотрим, молодым девочкам сложно найти мужей. და შემდეგ ვხედავთ, რომ ახალგაზრდა გოგონებს უჭირთ ქმრის, ასე ვთქვათ, მოძებნა. А где их взять? სად უნდა იპოვნონ? Я помню, как в нашей церкви один парень
Ну, имена явки не буду называть, и адреса. Одной девочке сделал предложение. მახსოვს ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ჩვენს ეკლესიაში ერთ გოგოს შესთავაზა ესე იგი ცოლობა. Это очень давно было. ძალიან დიდი ხნის წინ იყო ეს. И она ему отказала. და მან უარი უთხრა. А он такой видный парень был, ის знаешь. კი ისეთი კაი შეხედული бიჭი იყო. И спеть мог, и сыграть на гитаре, и станцевать. სიმღერა შეეძლო, ცეკვა Все, что შეეძლო. угодно. Такой, знаешь, и тост мог хороший сказать. კარგი სადღე გრძელოს თქმა შეეძლო. И девочки говорят, почему ты ему отказала? და გოგოები ეკითხებოდნენ, რატო უთხარი უარი? Такой хороший мальчик. ისეთი Почему? კაი биჭია და რატო? Она им сказала, это не мужчина, და ამ გოგონამ უთხრა, ის мама კაცი არ არის. это футляр. ის არის ფუტლარი. Это просто форма. ეს არის მხოლოდ ფორმა. Там мужика внутри нету, это не мужчина. შიგნით მასში мама კაცი არ არის. И через какое-то время мы убедились, что она была права. და გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ დავწმუნდით, რომ ის გოგო მართალი Эта იყო. девочка увидела и взвесила это все, и она поняла, если я выйду замуж за этого человека, моя жизнь закончилась. და ამ გოგონამ ეს ყველაფერი დაინახა, აწონდაწონდა და დაფიქრდა და ასეთი დასკვნა გამოიტანა, რომ მე რომ მას ცოლად გავყვე, დასრულდება ჩემი ცხოვრება. Она просто подождала. მან უბრალოდ მოიცადა И Бог сделал чудо в ее жизни. და ღმერთმა სასწაული მოახდინა მის ცხოვრებაში. Поэтому мы должны, братья, мы должны стараться быть настоящими мужчинами. ამიტომ ძმებო, უნდა ვეცადოთ ვიყოთ ნამდვილი მამაკაცები. Давай, чтобы в это дело баланс внести, немножко про жен поговорим тоже. მოდით ბალანსისთვის ეხლა ცოლებზეც ვილაპარაკოთ. Кто такая жена? ვინ არის ცოლი? Роль жены просто огромна. ცოლის როლი არის ძალიან დიდი. Знаешь, в Библии написано, что мудрая жена, она построит свой дом, а глупая разрушит его своими руками. ბიბლიაში დაწერილია, რომ ბრძენი ცოლი ააშენებს თავის ოჯახს, უგუნური კი დაანგრევს. Вы не представляете, сколько семей было разрушено одним маленьким женским языком. და ვერც წარმოგიდგენიათ, რამდენი ოჯახი იყო დაანგრეული ქალის პატარა ენით. Но мудрая жена, она может построить свой дом. მაგრამ ბრძენ ცოლს შეუძლია თავისი ოჯახის სახლის აშენება. Только женщина, მხოლოდ ქალი. она может превратить в дом в такое место, მხოლოდ ქალს შეუძლია სახლი გადააქციოს ისეთ куда ადგილად, дети хотят прибежать, სადაც ბავშვებს უნდათ რომ მიირბინონ, куда муж хочет вернуться. სადაც ქმარს უნდა Это დაბრუნება. не мужская функция. ეს არ არის ეს ქმრის ფუნქცია. Вы знаете, я большей частью провожу время в деревне, ну, иногда остаюсь в городе. Жена приезжает ко мне, остается. Но большей частью я в деревне. Я вот в сумасшедший дом не могу переносить больше. და ესე იგი ბოლო დროს ძირითადად მე ვცხოვრობ სოფელში, ხანდახან მეუღლე ჩამოდის სტუმრად, მაგრამ ვცხოვრობ მე სოფელში. И она говорит, я хочу приехать к тебе на Новый год, у меня есть дело. და მან მითხრა, მე შენთან ახალ წელს მინდა ჩამოსვლა, საქმე მაქვს. Как она пришла, дом стал чище моментально. როგორც კი ის მოვიდა, სახლი უფრო სუფთა გახდა, Потому что она видит вещи, которые не вижу я. იმიტომ რომ ის ხედავს იმას, რასაც მე ვერ ვხედავ. Со стола исчезли лишние вещи. მაგიდიდან გაქრა ყველაფერი, რაც ზედმეტი იყო, Появились какие-то новые вещи. რაღაცა ახალი საგნები გაჩნდა И появились какие-то украшения. და რაღაცა მორთულებებიც А გაჩნდა. мне как-то все равно, есть они или нет. ჩემთვის სულ ერთია ის морთულობა იქნება Но თუ она არა. украсила на Новый год, მაგრამ там ახალი что-то, წლისთვის какие-то ყველაფერი лампочки, какие-то მორთო, чего-то. ნატურები, კიდე რაღაცები. Знаешь, какое украшение я сделал на Новый год? იცით რა მორთულობა გავაკეთე მე У меня на балконе ახალწლისთვის. вот так висела, сушилась рыба. ასე იგი, Соленая. აივანზე დამარილებული თევზი მქონდა ჩამოკიდებული. У других людей лампочки висели, а у меня вот так висела рыба вяленая. სხვებს ნატურები ჰქონდათ, მე კი ესე ვთქვათ, მშრალი თევზი მეკიდა, Но когда появляется женщина, там все начинает меняться. მაგრამ როდესაც გამოჩნდება ხოლმე ქალი, იქ ყველაფერი იცვლება. Я помню, мы приехали в библейскую школу около Одессы, там сейчас Черноморск называется, город раньше Ильичевск назывался. და მახსოვს რომ ესე იგი ოდესის ახლოს იყოს ესე იგი ბიბლიური სკოლა და იქ И ჩავედით нам, как семейной паре, выделили отдельную და комнату. როგორც ესე იგი ოჯახს ცალკე ოთახი გამოგვიყვეს. Я пошел там с кем-то поговорить, что-то спросить, там познакомиться. Мне надо сразу познакомиться. მე გავედი რომ ვიღაცა გამეცნო ვიღაცა დავლაპარაკებული Через ყავი. 15 минут возвращаюсь, кровати стоят по-другому вообще в комнате. 15 წუთის მერე დავბრუნდი და საწოლები სხვანაირად იდგა. Занавески вот так подвязаны красиво, и какие-то цветочки откуда-то взялись на подоконнике. ფარდები ისე ლამაზად იყო აწეული და საიდანღაც ყვავილებიც გაჩნდა. Женщина
ქალი, которую правильно воспитали, რომელიც სწორად აღზარდეს, она всегда делает дом уютным. ის ყოველთვის, ასე იგი, მატებს ოჯახს Она სიმყუდროვეს всегда делает его теплым. და ათბობს მას. Она старается это сделать. ის ცდილობს, რომ ეს Это გააკეთოს. место, куда ты хочешь прийти. და ეს ხდება ადგილი, რომელშიც გინდა რომ მიხვიდე. И ты знаешь, сегодня, когда мы разбираемся с семьями, которые или разрушаются, или на грани, или уже разрушились, და როცა ჩვენ ასე ვთქვათ, გვაქვს შეხება და ვესაუბრებით ოჯახებს, რომლებიც ინგრევა ან დანგრევის პირას არის. и мы очень часто встречаемся с причиной такой, что люди не готовы к семейной жизни. ძალიან ხშირად ხვდებით იმ მიზეზს, რომ ადამიანები მზად არ არიან ოჯახური თანაცხოვრებისთვის. Иногда оба, иногда кто-то один. ხანდახან არც ერთი არ არის მზად, ხანდახან ერთი მხარე არ არის Это მზად. может быть мужчина, который не заботится о своей семье. შესაძლოა ეს იყოს, ესე იგი, კაცი, რომელიც თავის ოჯახზე არ ზრუნავს. А иногда это может быть мужчина, который приходит домой после работы и еще должен постирать, помыть посуду и что-то еще сделать. და ხანდახან ეს არის მამაკაცი, რომელიც სამსახურის მერე უნდა მოვიდეს, ჭურჭელიც დარეცხოს, შეიძლება სარეცხიც Потому დარეცხოს. что единственное знание, которое его будущая жена приобрела о семейной жизни, это было из сказки «Золушка». იმიტომ რომ მთელი ცოდნა, რომელიც მისმა მეუღლემ მიიღო, იყო ზღაპრიდან И жили აღებული. они долго и счастливо. А как жили? Как им это удалось? Никто не думает. და დიდხანს და როგორ მოხდა ეს, რომ ასე ბედნიერად და კარგად ცხოვრობდნენ? Я недавно разговаривал с одной девочкой. ცოტა ხნის წინ ერთ გოგოს И ვესაუბრებოდი. я сказал ей, ты знаешь, что на следующий год, და в это უთხარი, время, შემდეგ წელს ამ დროს мы будем праздновать 40 лет создания семьи. ჩვენ ვიზეიმებთ ოჯახის შექმნის 40 წელს. Поэтому слушай меня внимательно. ამიტომ ყურადღებით მომისმინე. Я тебе расскажу, как выжить можно. მე გეტყვი, როგორ შეგიძლია რომ ცოცხალი Потому გადარჩე. что 40 лет жить и не возненавидеть друг друга – это искусство. იმიტომ რომ 40 წელი ერთად იცხოვრო და არ შეგძულდეს ერთმანეთი, ეს არის ხელოვნება. И в котором участвует Бог. და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მონაწილეობს ღმერთი. Если ты хочешь прожить всю свою жизнь с одним мужчиной или с одной женщиной, თუ შენ გინდა მთელი ცხოვრება იცხოვრო ერთ მამაკაცთან, ერთ ты должен ქალთან, очень внимательно прочитать в Библии, как это сделать. შენ ძალიან ყურადღებით უნდა წაიკითხო, რა წერია ამის შესახებ Но ბიბლიაში. если у меня дома сидит принцесса, მაგრამ თუ სახლში პრინცესა მიზის, которая точно знает, сколько ей денег нужно в месяц на шелак, на морду лица, на одежду, на что-то еще, რომელმაც ძალიან კარგად იცის და დაითვალა, მოკლედ რაში რა სჭირდება, и ყველაფერი тебе კაპიკაპი. предъявляет счета каждый месяц, раз ты женился, ты обязан, ты должен это. და ყოველთვიურად მხოლოდ ასე თქვათ დანახარჯის ესე იგი სიას გადმოგცემს, რომ ესაც ვალდებული ხარ გადაიხადო ისაც. Я иногда просто с ума схожу, когда слушаю некоторые вещи, когда женщина говорит, а ты что должна? А я буду украшать его дом своим присутствием. Какой дом? და ეს Умный. არის умный да. Да. და შენ რას გააკეთებ, ყველაფერი მე თუ გავაკეთე, ქმრის კითხვა და ცოლი პასუხობს, მე კი სამკაული ვიქნები სახლისთვის. Это классно, что ты украшаешь дом, კაია რომ სამკაული ხარ, но надо еще посуду помыть. მაგრამ ჭურჭელი გასარეცხია. Борщ нужно приготовить или суп какой-нибудь. რაღაცა საჭმელია მოსამზადებელი. Представь себе, иногда убирать надо дома. წარმოიდგინე რომ ხანდახან დალაგებაც აუცილებელია. С детьми надо что-то делать. ბავშვებთან საჭიროა დროის გატარება. Когда муж придет домой, покорми его. როდესაც ქმარი სამსახურიდან მოვა, Он საჭმელი заслужил. აჭამე და იმსახურა. Но ты знаешь, как женщинам трудно сейчас? მაგრამ იცით როგორ უჭირთ ახლა ქალებს, Настоящим женщинам. ნამდვილ ქალებს. Многие из них еще и вынуждены работать, кроме ბევრი всего этого. მათგანი ამ ყველაფრის გარდა კიდევ იძულებულია რომ იმუშაოს. И тут, если муж не поддерживает их, და თუ ამ შემთხვევაში ქმარი მას მხარს არ все უჭერს, это вообще становится невозможным. ყველაფერი ეს შეუძლებელი ხდება. Очень непростое время. ძალიან რთული დროა И много обид накапливается. და ბევრი წყენა გროვდება. Я однажды разговаривал с одним человеком. ერთხელაც ერთ ადამიანს ველაპარაკებოდი, Его жена всегда работала. მისი ცოლი ყოველთვის Он მუშაობდა всегда искал работу.
და ქმარი ყოველთვის ეძებდა Он სამუშაოს. был в постоянном поиске. ის სულ ძიებაში იყო. И я сказал ему, და მე ვთხარი მას, сейчас, когда вы молодые, ეხლა როდესაც თქვენ ახალგაზრდები ხართ, она смотрит на тебя. გიყურებს О, შენ, муж мой. ჩემი ქმარი. Знаешь, молодые девочки, они пока еще не поумнеют, они так вот, знаешь. სანამ ახალგაზრდა გოგონა Идеалистический взгляд у არა нее. აქვს, იდეალური ვარდისფერი სათვალით უყურებს. Я сказал ему, слушай меня, я уже старый человек. და უთხარი მომისმინე, მე უკვე წოლვანი ადამიანი Когда ვარ. твоей жене исполнится 40 лет, როდესაც შენ ცოლი 40 წლის გახდება, у нее в мозгах что-то переключится. გონებაში რაღაცა გადართვა მოხდება. Это почти со всеми женщинами бывает. თითქმის ყველა ქალს ემართება ეს. И заключается эта перемена в том, და ეს ცვლილება იმაში მდგომარეობს, что она перестает смотреть на мужа как на лидера только. რომ აღარ უყურებს ქმარს მხოლოდ როგორც ლიდერს. Она смотрит на тебя как на партнера. ის შენ გიყურებს როგორც партнерს. Мы делать должны вдвоем. Я делаю это, ты что делаешь? ერთობლივად უნდა გავაკეთოთ, მე ამას ვაკეთებ, შენ რას აკეთებ? И если ты не делаешь ничего, და თუ შენ არაფერს არ აკეთებ, следующий вопрос, который появится у нее в голове, შემდეგი კითხვა, რომელიც მას გაუჩნდება и который ты თავში, не захочешь услышать, და რომლის ესე იგი მოსმენაც არ მოგინდება, а зачем ты мне нужен, საერთოდ რაში მჭირდები? если я все делаю თუ сама? ყველაფერს მარტო ვაკეთებ. Но знаешь, какую ошибку совершают женщины? მაგრამ некоторые? იცით ქალები რა შეცდომას უშვებენ? Они хотят взять контроль над мужчиной. ამათ უნდათ რომ კონტროლი მოიპოვონ И ქმარზე когда они это делают, და როდესაც ისინი ამას აკეთებენ, там будет 3 варианта развития событий. ესე იგი სამი გზით განვითარდება ეს მოვლენები. Либо они получат безвольную тряпку, ან ყოვლად უმაქნის იატაკის სტილოს მიიღებენ, либо они получат в глаз, ან მიიღებენ ჩალურჯებულ თვალს, или они получат то, что муж встанет и молча куда-то уйдет, и ты больше его никогда не увидишь. ეს ქმარი ადგება და ჩუმად გაეცლება და აღარ დაბრუნდება. Я слышал женщин, которые говорили, я не понимаю, мы так хорошо жили, и он просто встал и ушел. და ესე იგი მე ეს მომისმენი ასეთი რამქალებსგან რომ ვერ ვგებულობ ის ჩვენ ძალიან კარგად ცხოვრობდით უბრალოდ ის ადგა და წავიდა და იმის მერე თვალით არ У нас მინახია же все было так ჩვენ хорошо. ხო ისე კარგად ქონდა ყველაფერი Почему он ушел? რატომ წავიდა Если мы поговорим с этим мужчиной, თუ ჩვენ ამ მამაკაცს я დაველაპარაკებით думаю, мы найдем интересные вещи. ძალიან საინტერესო რაღაცებს Но когда აღმოვაჩენთ ты пытаешься контролировать мужчину, როდესაც ქალი ცდილობს რომ მამაკაცზე კონტროლი მოიპოვოს это большая ошибка. ეს დიდი შეცდომაა Может быть, тебе это удастся, შეიძლება გამოგივიდეს но после этого მაგრამ ამის შემდეგ ты все будешь делать сама. ყველაფრის მარტო კეთება Он მოგიწევს. ляжет на диван и больше с него не встанет. წამოწვება დივანზე და აღარ С этого дивана дорога только в гроб. და ამ დივანიდან მხოლოდ Не на სასახლეში работу, არ ни куда-то еще. სამსახურში, არ სხვა Только с ადგილას дивана прямо в гроб. პირდაპირ ასე ვთქვათ დასამარხად გადავა ადამიანი. Я знал таких людей. მე მინახავს И ასეთი эти женщины ადამიანები. плакали. და ეს ქალები Я уже не ტიროდნენ. могу, мне трудно. აღარ შემიძლია, მიჭირს, დამიმძიმდა, Но я видел, მაგრამ მე как მინახავს они забирали эту власть потихоньку. როგორ ართმევდნენ ამ ძალაუფლებას ნაწილ-ნაწილ ქმარს. Может быть, некоторые мальчики не могут жениться, потому что не так много добрых девочек осталось. შესაძლოა ბევრი ბიჭი ვერ ქორწინდება, იმიტომ რომ აღარ დარჩა ბევრი კარგი გოგო. Я знал კეთილი одну გოგო. женщину, ვიცნობდი ერთ ქალს, она такая была, она могла мужика избить. ისეთი იყო, რომ კაცაც სემდა. И однажды она меня спрашивает, почему Бог до сих пор не дал мне мужа? და ერთხელაც მკითხა, рატომ არ მომცა ღმერთმა А я иногда умею ქმარი? ляпнуть, знаешь, так прямо, მე что კი думаю. ხანდახან, რასაც ვფიქრობ, იმის თქმა შემიძლია Я сказал, ხოლმე. он пока не нашел, кого наказать. მან ჯერ ვერ იპოვა ადამიანი, კაცი, რომელიც დასჯაც უნდა. Когда найдет, обязательно даст тебе мужа. როდესაც იპოვის ასეც, აუცილებლად Но მოგვცემს вопрос, ქმარს. сколько проживет этот мужчина. მაგრამ ასეთი კითხვა ისმება, რამდენი ხანი იცოცხლებს ეს კაცი? Я так шучу, чтобы вам не тяжело было. ხუმრობ რომ ძალიანაც არ На самом დამძიმდეთ. деле это очень სინამდვილეში серьезные темы.
ეს ძალიან სერიოზული თემებია. Вы понимаете, да, что кроме этих причин, которые я называю, есть еще третьи, четвертые, еще ხომ какие-то. გესმით რომ იმ მიზეზების გარდა რომელსაც მე ვასახელებ არის მეორეც, მესამეც და კიდე И это ბევრი. плохо, если ты подумаешь, а пастор меня имел в виду. და ცუდია თუ შენ იფიქრებ რომ მე ვყავდი მხედველობაში Если ხუცეს. ты не такой, не такая. თუ შენ არ ხარ ასეთი, Но если ты такой или მაგრამ такая, თუ შენ ასეთი ხარ, вот если ты честно можешь ответить на этот თუ вопрос, შენ გულწრფელად შეგიძლია აი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, это тоже будет ответ неправильный, если ты скажешь, это не про меня. ისაც არასწორი იქნება თუ ასეთი ხარ და იტყვი რომ არა, ეს Я მე не არ знаю, მეხება. почему Ася и Артур друг на друга посмотрели только что. არ ვიცით რატომ შეხედა უცბად Мы надеемся, что у них всё хорошо. არტურმა ჩვენ იმედი გვაქვს რომ მათ ყველაფერი კარგად აქვთ. Но вы знаете, это интересная вещь, признак хорошей семьи. მაგრამ ძალიან ესე იგი კარგია ის რაც ახასიათებს კარგ ოჯახს. Когда муж и жена вдруг неожиданно, не договариваясь, друг на друга вот так смотрят. როდესაც მოლაპარაკების გარეშე ცოლ-ქმარი ერთმანეთს შეხედავს ხოლმე. Ты знаешь, только я подумаю про мою жену, что надо бы ей позвонить, и вдруг она мне звонит. და უცბად აზრი რო გამიელვებს ხოლმე რომ ცოლს დაურეკო, ის დამასწრებს და Иногда მირეკავს. я хочу что-то сказать, она опережает это, сказывает, говорит это. ხანდახან რაღაცის თქმა მინდა და დამასწრებს და ზუსტად იმ აზრს მეტყვის ხოლმე. Будьте добрыми. იყავით კეთილები. Давай немножко про детей поговорим. მოდით ცოტა ბავშვებზეც ვილაპარაკოთ. О, Боже мой. Это такая тема, да? ისეთი თემაა. А что про них говорить? У кого сейчас есть дети? ვის ყავს ახლა შვილები? Никто не хочет детей. არ უნდათ. Никому не нужны дети. Это არ заботы лишние. ჭირდებათ ბავშვები, იმიტომ რომ საზრუნავი მრავლდება. Есть у меня только один друг, но люди думают про него, он сумасшедший, у него 11 детей. ერთი მეგობარი მყავს და მასე ესე იგი ადამიანები ფიქრობენ რომ ჭკუიდან გადავიდა 11 შვილი ყავს. И никто не знает, как он их кормит. და არავინ არ იცის როგორ ყვებავს ის მათ. Но Бог заботится о них. მაგრამ ღმერთი ზრუნავს მათზე. Недавно мне что-то понадобилось. ცოტა ხნის წინ რაღაც დამჭირდა. Какая-то работа в доме, я думаю, один не справлюсь, давай позову его детей, они хоть нет поддержат, я присверлю. სახში რაღაცა გასაკეთებელი მქონდა და ვიფიქრეთ მიშულებს დაუძახებ და დამეხმარებიან Они რაღაცას. приехали, дядя Виталик, отойди. და მითხრეს ძეძა ვიტალი გვერდზე გადექი. Я уже забыл, что они уже мужики, уже выросли. დამავიწყდა რომ უკვე кацები არიან, И они გაიზარდნენ. раз, дядя Виталик, давай в сторону, иди там с папой сиди на балконе, шашлык пожарим, мы сейчас придем. შენ დაჯექი იქ მამასთან ერთად მწვადი შეწვით, ჩვენ ახლა მოვალთ. И они такие, раз, и всю работу, всю обшивку мне сделали там. და უცბად მთელი სამუშაო გააკეთეს. Мужички такие. აი ესეთი კაცები. 11 человек. 11 ადამიანი. И все такие. ყველა ასეთია. Что это говорит о родителях? რაზე რისი თქმელია ეს მშობლებზე? Они их правильно воспитали. სწორად აღზარდეს. Дети ბავშვები – это те, кто должен вовремя повзрослеть. არიან ისინი, ვინც დროულად უნდა გახდნენ დიდები. Когда я сегодня думал над тем, какое определение дать тому, кто такой ребенок, როდესაც მე იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორ უნდა განისაზღვროს ბავშვი, თუ ვინ არის ბავშვი, я придумал эту формулировку. მე ეს ფორმულირება მოვიგონე. Дети – это те, которые должны вовремя повзрослеть. ბავშვები არიან ისინი, ვინც დროულად უნდა გახდნენ Знаешь, одна ზრდასრულები. беременная женщина, молодая, одну опытную мать спрашивает. ერთი ახალგაზრდა, ესე იგი, ორსული ქალი ეკითხებოდა გამოცდილ დედას. В какое время, в какой момент вы почувствовали шевеление ребеночка? როდის იგრძენით ბავშვი რო გაინძრაო? Когда, говорит, он снял квартиру и съехал, наконец. როდესაც, ესე იგი, ბინა იქირავა და ცალკე გადავიდა საცხოვრებლადო. Знаешь, как шутят русские еще на эту тему? იცით რუსები როგორ ხუმრობენ ამ თემაზე? Самые трудные годы в жизни мальчика – это первые 40 лет. ესე იგი, ყველაზე რთული პერიოდი ბიჭის ცხოვრებაში არის პირველი 40 წელი. Ты знаешь, что девочки тоже такие есть? იცით რომ ასეთი გოგონებიც არიან? Я знал людей, которых отцы снабжали всем необходимым. მე ვიცნობდი, ესე იგი, ბავშვებს, რომელსაც მამები ყველაფრით И უზრუნველყოფდნენ. когда отец умер, და როდესაც мама этот გარდაიცვალა, человек рано утром выходил на улицу, чтобы никто его не видел. ეს ადამიანი დილით ადრე გამოდიოდა სახლიდან, რომ არავის დაენახა. И ждал, у кого попросить папиросу.
და ელოდებოდა გამვლელებს, რომ ვისთვის ეთხოვა И სიგარეტი. если никто не проходил мимо, он начинал оглядываться. Если никто не видит, он бычки собирал. А я в და окно его видел. თუ არავინ არ გამოვიდოდა დილით ადრე, გაიხედავდა, გამოიხედავდა და თუ არავინ იყო, Бычки, ესე იგი, знаете, да, недокуренные იღებდა, сигареты. ესე იგი, იმ Кто-то бросил, ესე იგი, ნამწვავებს, ნახევრად დამწვარ სიგარეტებს მიწიდან და იმას ეწეოდა. Он не вырос. ის არ გაზრდილა. Слишком долго был ребенком. ძალიან დიდხანს ჩარჩა ბავშვობაში Не научился нести ответственность. და არ ისწავლა პასუხისმგებლობის აღება. Знаешь, чтобы дети просто выросли, их достаточно просто кормить. იმისათვის რომ ფიზიკურად გაიზარდნენ ბავშვები, მარტო გამოკვებაა საჭირო. А чтобы они повзрослели, их Да. нужно воспитывать. იმისათვის რომ ზრდასრულები გახდნენ, მათ აღზრდა სჭირდებათ. И тут вся семья важна. და აქ მთელი ოჯახი არის Мы потом მნიშვნელოვანი. перейдем к бабушкам, к дедушкам и так далее, ненадолго. ბებიებზე და ბაბუებზეც გადავალთ ცოტათი. Но там и отец с его духовными истинами. იქ არის мама ჭეშმარიტებით. Там и мама с ее примерами, დედა с ее თავისი заботой, с მაგალითებით ее და подзатыльниками. და როცა საჭიროა, ესე იგი წამოარტყავს კიდევაც. Там и бабушка с дедушкой, которые всегда тебя обнимут, чтобы ты не натворил. და ბებია და პაპაც, რომლებიც მზად არიან სულ ჩაგეხუტნონ, რაც არ უნდა გააკეთო. Но никто из нас не любит, когда нас воспитывают. მაგრამ არც ერთ ჩვენგანს არ მოსწონს, როდესაც მას, ასე ვთქვათ, წვრთნიან, Когда нас поправляют, мы не любим это. რაღაცაში გვისწორებენ, არ მოგწონს. И обычно дети воюют против этих და вещей. ჩვეულებრივ ბავშვები ამას ებრძვიან Какие-то обиды возникают на родителей. და რაღაცა წყენები უჩნდებათ მშობლების მიმართ. Знаешь, я вырос в семье старого формата. მე გავიზარდე ოჯახში, რომელსაც ძველი ფორმატი ჰქონდა. Это значит, мой папа меня иногда бил. ეს იმას ნიშნავს, რომ мама ჩემი მე ხანდახან ცემდა. Я сейчас не буду спорить на тему, правильно или нет, хотя можно и поспорить, что в Библии об этом написано. მე არ ვიმკამათებ ამაზე, შეიძლება თუ არა ბავშვის დასჯა. ბიბლიაში უბრალოდ გარკვევითი წერია, რომ ბავშვი უნდა დასაჯო. Это наказание не должно быть Процесс таким, чтобы искалечить ребенка, травмировать Исети- его на психику на всю жизнь. სასჯელი არ უნდა იყოს, რომ რაღაცა სულიერად ამ ფიზიკურად დაასახიჩრო ბავშვი. Но это должно дойти до его мозгов. მაგრამ აი ეს ჭეშმარიტება მის გონებამდე უნდა И у მივიდეს. ребенка, извините, очень сильная связь между головой и попкой. ბავშვის გული და ასე საჯდომი ძალიან კარგად არის ერთმანეთთან Если დაკავშირებული. ты ударишь его ремнем сюда, здесь очень быстро много вещей თუ меняется. საჯდომზე მოსხებ, გონებაში რაღაცა იცვლება. Если он не понимает слова. თუ მას სიტყვა არ ესმის, Ты знаешь, мой отец никогда не наказывал меня жестоко. სისასტიკით мама არასოდეს მსჯიდა. На самом деле он никогда меня никогда много не наказывал или часто не наказывал. არც ხშირად მსჯიდა და არც ძალიან მსჯიდა. Но я помню почти каждый случай. Вот мне Მაგრამ- 60, я помню почти каждый случай. 60 წლის ვარ და ყველა შემთხვევა მახსოვს. И меня это впечатлило очень сильно. და მე ესე იგი, ამან ჩემზე Что შთაბეჭდილება оставило მოახდინა. это впечатление? რის გამო დამრჩა ეს შთაბეჭდილება? Контраст между его любовью, в которой я не сомневался, и тем, что произошло в данный момент. კონტრასტი მის სიყვარულს შორისა და იმ სასჯელს შორის და ამ დროს მე ეჭვიც არ მეპარებოდა არასდროს მის სიყვარულში. И ты знаешь, что происходило? და იცით რა ხდებოდა? Когда он меня наказывал, როდესაც ის მე მსჯიდა, мама куда-то исчезала сразу. დედა სადღაცას გაქრებოდა ხოლმე. И мне некуда было идти. У меня одна дорога была — идти обниматься с папой. Папа, почему же? და ერთი გზა გამრჩებოდა, რომ მამას ჩავხუტებოდი. И папа мне всегда объяснял, почему. და мама ყოველთვის მიხსნიდა რატომ. Проблемы начались, когда я стал подростком. პრობლემები მაშინ გაჩნდა, როდესაც მოზარდი გავხდი. Когда бить уже нельзя, а слушать я уже не могу. როდესაც ცემა უკვე არ შეიძლებოდა, მოსმენით არ ვისმენდი. Но оказывается, эти уроки, которые я получил, მაგრამ ის გაკვეთილები, რომლებიც ადრე მქონდა მიღებული, они потом играют свою роль. თავის როლს მაინც ასრულებდა.
Они многому меня научили. ბევრი რამე მასწავლეს. Отношениям с отцом, როგორი ურთიერთობა უნდა მქონიყო მამასთან, прислушиваться к мнению взрослого человека. რომ ესე იგი ჩემზე უფროსისთვის ყური დამეგდო მისი Понимание, რჩევისთვის что это наказание, оно хранит тебя, защищает тебя. და იმისი გაგება, შემეცნება, რომ აი ეს სასჯელი შენ რაღაცისგან Но я გიცავს. слишком много времени этому уделил. Вы думаете, я семинар провожу по физическим наказаниям? მე ამას ბევრი დრო დაუთმე და ფიქრობთ, რომ სემინარს ვატარებ ფიზიკური დასჯის შესახებ. Нет, совсем не об Ара. этом речь идет. ამაზე არ არის ლაპარაკი. Сегодня дети, не то Დღეს что ремешок, ბავშვები, они слов не хотят слушать. კამრით კი არა და სიტყვის გაგება არ უნდათ. Я помню, мой товарищ рассказывал мне. მახსოვს ჩემი მეგობარი ამხადან კი Его მიყვებოდა. ребенок здесь родился, они переехали в Америку. მისი ბავშვი აქ დაიბადა და გადავიდნენ საცხოვრებლად И что-то этот ამერიკაში. ребенок натворил дома, они его поругали. ამ ბავშვმა რაღაც გააფუჭა და სახლში ეჩხუბნენ. 9 лет ребенку. 9 წლის ბავშვი. Он говорит, я завтра пойду в школу. მან თქვა, ხვალ სკოლაში წავალ. Я пожалуюсь дирекции, что вы со мной грубо обходитесь. მე დირექციაში გიჩივლებთ, რომ უხეშად მეკცევით, Вас арестуют, თქვენ დაგაპატიმრებენ. а меня отдадут в хорошую семью. მე კი კარგ ოჯახში ესე Эти двое верующих людей, они всю ночь не спали. ეს ორი მორწმუნე ადამიანი ფხიზლობდა მთელი ღამე. Они думали, как Арединат. победить своего ребенка. და ფიქრობდნენ იმაზე, როგორ გაემარჯვებინათ И თავიანთ утром, после შვილზე. бессонной ночи, у них был готов план. და დილით უძილო ღამის შემდეგ გეგმა ჰქონდათ. Как только он проснулся, они როგორც сказали კი ему, გაიღვიძეს, უთხრეს: слушай, მოისმინე, это не ты на нас пожалуешься. შენ კი არ გვიჩივლებ. Это мы сейчас вызовем полицию. ეხლავე გამოვიძახებ პოლიციას. Мы расскажем все, что ты нам говорил, все, что ты делал. ყველაფერს ვეტყვით, რაც გვითხრი, რაც Они тебя გააკეთე. арестуют, დაგაპატიმრებენ. отвезут тебя в тюрьму для малолетних преступников, მცირეწლოვან ესე იგი დამნაშავეთ и ესე ты იგი будешь ციხეში сидеть გაგიშვებენ там 5 лет. და 5 წელით ჩაქსვავენ. Они его зашугали, обманули, запугали. შეაშინეს. А я подумал, მე კი ვიფიქრე, а стоило ехать в Америку, чтобы так разговаривать с своими детьми, чтобы твои дети разговаривали с тобой так? ღირდა ამერიკაში წასვლა იმისათვის, რომ შენს შვილებს ასეთი რაღაცეები ეთქვა ჩვენთვის. Но вы знаете, в чем дело? Америка-то она сюда идет. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკა ეხლა აქეთაც მოდის. Богаче мы не становимся от этого. დიდრები არ ვხდებით. А вот эти законы сюда приходят. და ეს კანონები კი აქაც შემოდის. И я хочу сказать детям, და მე მინდა უთხრა ბავშვებს, родители, მშობლები это дети, которые выжили. არიან ისინი, ვინც ასე ვთქვათ, ცოცხლები დარჩნენ. Они смогли выжить и вырасти. მათ შეძლეს ცოცხლა დარჩენა და გაზრდა. Если ты думаешь, что это просто и легко, я тебе скажу, что это не так. თუ შენ გგონია რომ ეს იოლია, მე გეტყვი რომ ეს ასე არ არის. Ребенком я делал вещи, из-за которых я несколько раз чуть не погиб. ბავშვი ვიყავი და ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რამდენჯერმე კინაღა მოვკვდი. И сегодня, когда я вижу ребенка, который собирается это делать, я швило, гачерди. და როდესაც Выпей водички. ხო Еще бы понимали. Я надеюсь. Ты знаешь, я несколько месяцев, когда там заканчивалось собрание, я приезжал на машине, вот здесь останавливался и сидел, смотрел на детей. და გარკვეული დროის მანძილზე, როდესაც მთავრდებოდა შეკრება, იქ ვაჩერებდი მანქანას და იქ ვიჯექი და იქ Потому что ვიყურებდი. там вентиляторы и кондиционеры в стенке вмонтированные крутились, и они не были закрыты сеткой. დიდი შენობაში ეს ვენტილატორები ისე იყო, რომ ესე იგი არ იყო დაცული და ისე ატრიალებდა И ეს. дети все время хотели туда засунуть палочку. და ბავშვებს სულ უნდათ ჯოხი შეეყოთ იქ. И я сидел и хватал их там за руки. მე იქ ვიჯექი და ასე ვთქვათ ხელში И каждый день говорил, сделайте сетку, сделайте сетку, და сделайте სულ сетку. ვეუბნებოდი დაცვა რაღაცა გააკეთეთ, დაფარეთ ეს. И потом, наконец, это сделали. და ბოლოს გააკეთეს. Слава Господу. დიდება უფალს. Но почему я так делал?
მაგრამ რატო ვაკეთებდი ამას? Я в детстве видел детей без пальцев. მინახავს ბავშვობაში ბავშვები, რომელსაც თითები არ ქონდათ. Я один раз чуть сам не остался без пальцев. ერთხელ კინაღა მე დავრჩი თითების გარეშე. Родители, ваше старшее поколение. მშობლები არის თქვენი წინათაობა, Это люди, которые имеют опыт. რომელთაც გააჩნიათ გამოცდილება. И когда они тебе что-то говорят, და როდესაც ისინი რაღაცას ты не გეუბნებიან, должен как ограничение для себя это შენ ეს არ უნდა воспринимать. აღიქვა როგორც შეზღუდვა. Это твоя защита. ეს არის შენი დაცვა. Это милость Божья для ეს тебя. ღმერთის წყალობაა შენთვის. А мы думаем, что нас чего-то лишают. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ რაღაცას გვიკრძალავენ, Ты знаешь, в Библии есть გვაკარგინებენ. 10 заповедей. Кто слышал про 10 заповедей? ბიბლიაში არის 10 მცნება და ვის აქვს ამის შესახებ გაგებული. 7 человек слышали. Слава Господу. Я очень рад. 8, 9. Аллилуйя. Так вот, 5-я заповедь, она знаешь, что говорит? იცით მეხუთე მცნება რას გვეუბნება? Почитай отца и мать твою, პატივი მიაგე შენს მამას და დედას, чтобы хорошо было тебе, რომ კარგად იყო и чтобы продлились дни твои на земле, которую Господь, Бог твой, дает тебе. და დღეგრძელი იყოს შენი დღეები დედამიწაზე სიცოცხლეში, რომელსაც უფალი გაძლევს. Оказывается, продолжительность твоей жизни и моей жизни, თურმე შენი და ჩემი ცხოვრების ხანგრძლივობა, и не только ее продолжительность, качество этой жизни, არა მხოლოდ ხანგრძლივობა, არამედ მისი ხარისხიც зависит от отношения к родителям. დამოკიდებულია ჩვენი დამოკიდებულებით მშობლების მიმართ. Я разговаривал однажды с одним верующим человеком. ერთხელაც ერთ მორწმუნეს Он ველაპარაკებოდი. приехал сюда из другой страны. სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. И я спрашивал, а что ты там оставил дома? Как ты вот один, совсем один, и все? და ის შენ რა, იქ ყველაფერი датовე და мартო ჩამოხოდი У меня სახლი там мама დატოვე. есть, ей 84 года, там... დედა მყავს 84 წლის. У меня есть сестра, которая меня не любит. და მყავს რომელსაც მე არ უყვარვარ. Я говорю, твоей маме 84 года, и ты приехал сюда. დედა შენი 84 წლისაა და შენ აქ ჩამოხვედი? Дай Бог ей годы жизни еще. ღმერთმა მეტი წლები მისცეს. Но ты не хочешь быть рядом с твоей мамой სიცოცხლის сейчас? და შენ არ გინდა ახლა დედა შენის გვერდით იყო. Мало ли что может случиться, сын должен быть рядом. რა იცი რა ხდება, შვილი ხომ დედის გვერდით უნდა იყოს. Нет, я моей матери не нужен. არა, მე დედას არ გჭირდები. Сестра за ней посмотрит. და მიხედავს. Нет, такого сына нет, который не нужен матери. და არ არის ისეთი შვილი, ბიჭი, რომელიც დედას არ Я не ჭირდება. знаю, что должен сказать или сделать сын, чтобы мать не хотела его видеть. არ ვიცი რა უნდა გააკეთოს შვილმა, ბიჭმა, რომ დედას მისი დანახვაც არ უნდოდეს. Как бы я хотел, чтобы мои родители были живы. როგორ მინდა რომ ჩემი მშობლები იყვნენ ცოცხლები? Я хочу, чтобы они видели мои успехи. მინდა რომ მათ იხილონ ჩემი Я წარმატება. хочу говорить про свои проблемы своими родителями. მინდა ჩემს პრობლემებზე დაველაპარაკო Они могут мне მშობლებს. дать такие, могли бы дать такие советы, которые больше никто не может дать. მათ შეძლოთ ისეთი რჩევების მოცემა ჩემთვის, სხვა რო ვერ მომცემდა. У тебя есть живая мама, შენ კი ცოცხალი დედა ყავს и ты 1000 километров от нее находишься. და მისგან 1000 კილომეტრი ჩორს ხარ И ты говоришь, что матери ты не нужен? და ამბობ რომ დედას შენ არ ჭირდები. Я не верю в это. მე ამისი არ მჯერა. Знаешь, здесь написано, что мы должны уважать наших отца и мать. აქ დაწერილია რომ ჩვენ პატივს უნდა მივაგებდეთ ჩვენს მამას და დედას. И здесь нет ни слова о том, какие это отец и мать. და ერთი სიტყვაც არ არის დაწერილი მის შესახებ თუ როგორები არიან ეს მშობლები. Я тебе хочу сказать одну вещь. ერთი რამის თქმა მინდა. Отношение христиан к людям ქრისტიანების დამოკიდებულება ადამიანების მიმართ говорит не о том, какие это люди, იმაზე კი არ მეტყველებს თუ როგორი ადამიანები არიან ისინი, а о том, какой ты христианин. არამედ იმაზე თუ შენ თვითონ როგორი ქრისტიანი ხარ. Потому что как христианин იმიტომ რომ როგორც ქრისტიანი, я имею заповедь даже любить своих врагов. როგორც ქრისტიანს მე მაქვს მცნება რომ ჩემი მტერიც კი უნდა მიყვარდეს. И теперь чуть-чуть совсем про старшее поколение. და ეხლა сულ ცოტა წინათაობაზე, Мы уже говорили, что პროსტაობაზე. это носители мудрости, опыта. ჩვენ უკვე ვთქვით რომ ისინი არიან ცოდნისა და გამოცდილების მატარებლები, Но это не те, которые руководят.
მაგრამ ისინი არ არიან ვინც ხელმძღვანელობენ. В Библии есть такая заповедь: оставить человека отца и мать, прилепится к своей жене, и будут двое одна плоть. ბიბლიაში არის ასეთი ნათქვამი, რომ მიატოვებს ადამიანი თავის დედას და მამას, მიეწებება თავის სულს და იქნებიან ორი. Поэтому мудрые родители, они не пытаются руководить своими детьми. და ამიტომ ბრძენი მშობლები არ ცდილობენ თავისი უკვე ზრდასრული შვილების კონტროლს. Они помогают им. ისინი მათ ეხმარებიან. Они не навязывают что-то, а советуют. თავს კი არ ახვევენ თავის აზრებს, რჩევებს აძლევენ. И они не связывают, но они отпускают. ისინი არ бочавენ, ისინი უშვებენ. Слова эти: оставить человека отца и мать, свою прилепится к своей жене, к своей жене. და ეს სიტყვები, რომ მიატოვებს კაცი თავის დედას და მამას და მიეწებება თავის სულს, Они написаны не только для повзрослевших детей, დაწერილია არა მხოლოდ უკვე გაზრდილი შვილებისთვის, но и для родителей, которым нужно стать мудрее. არამედ მშობლებისთვისაც, რომლებიც უფრო ბრძენები უნდა იყვნენ. Когда одна из моих сестер вышла замуж первой, როდესაც ერთ-ერთი ჩემი და პირველი გათხოვდა, она вышла за человека, который жил всю жизнь вместе со своей мамой. ის ცოლად გაყვა ადამიანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე დედასთან ცხოვრობდა. Отец оставил их, я не знаю, где вообще, когда этот отец, видел ли он когда-нибудь вообще своего отца. მამამ ისინი მიატოვა და არც ვიცი საერთოდ თუ ნანახი ყავდა მამამ. И эта женщина вот здесь, на заводе этом работала и воспитывала своего сына одна, подняла его. ეს ქალი აი აქ ქარხანაში მუშაობდა და გაზარდა, ფეხზე დააყენა თავის შვილი И вдруг და უცებ ее сыночек მისი შვილი ბიჭი встретил эту гадину, мою сестру, შეხვდა იმ საზიზღარ გოგოს, ჩემს დას и решил жениться на ней. და გადაწყვიტა მასზე დაქორწინება. Я когда ходил вот перед свадьбой, это обручение, свадьба сама, я все не мог понять, почему эта женщина, она все время злая. და ვერაფრით ვერ ვგებულობდი, ესე იყო, ესე იგი, დანიშნვის პერიოდი, იყო ქორწილის საქორწილო წინა Она პერიოდი такая маленькая женщина, 1,50 м, наверное. დაბალი ქალი იყო. И такая, как сгусток злобы какой-то. და была. როგორც ბოროტების ისა გორგალი ისეთი იყო. И первое время сестра ничего не говорила, мы не замечали. პირველ ესე იგი ხანებში და არაფერს ამბობდა, Но ჩვენ потом мы ვერაფერს заметили, ვამჩნევდით. что там есть проблемы какие-то. მაგრამ შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ იყო იქ პრობლემები. И она рассказывала моей маме. და ის დედაჩემს უყვებოდა Я, говорит, ჩემი და. сплю ночью, чувствую, что кто-то посторонний. Вот как-то ты чувствуешь, кто-то в комнате есть. და აი მძინავს და გრძნობ, რომ ესე იგი ღამეა და ვიღაცა უცხო არის И ოთახში. просыпаюсь, говорит, над моей Мегоцеба. головой свекровь стоит, чтоб ты сдохла, чтоб ты сдохла, чтоб ты сдохла. და თავზე მადგას ეს დედამთილი და ამბობს, რომ შე რო მოკვდი. Сыночка отобрала у нее. ბიჭი წაართვა. Сыночка отобрала. შვილი წაართვა. Знаешь, прошли годы. წლები გავიდა. Моя сестра заболела. ჩემი და ავად გახდა. Ей было очень тяжело, она трудно двигалась, у нее с сердцем проблемы были. გულის პრობლემები ქონდა, გადაადგილება უჭირდა И вдруг заболела эта женщина. და ის ქალიც ავად გახდა. Она пережила мою сестру, она жила дольше, чем моя сестра. და ის ქალი უფრო დიდხანს ცხოვრობდა ვიდრე ჩემი და. И мой зять сказал: я привезу ее, и ты будешь за ней смотреть у нас дома. და მან უთხრა, მე მოვიყვან მას ჩვენთან სახლში და შენ მას მოული. Моя сестра сказала: я сама еле двигаюсь. და ჩემ ადამ უთხრა, მე თვითონ ძლივს დავდივარ. У твоей мамы на счету есть 1 000 000 рублей. და შენს დედას ანგარიშზე 1 მილიონი რუბლი აქვს. У нас есть деньги. ჩვენც გვაქვს ფული. Давай мы наймем кого-то, მოდი ვინმე დავიქირაოთ и пускай смотрят за твоей мамой. და მიხედონ დედა შენს. Я буду помогать. მე დავეხმარები. Знаешь, что сделал мой зять? იცით რა გააკეთა ჩემმა Он სიძემ? встал и ушел жить к маме. ის ადგა და დედასთან გადავიდა Когда საცხოვრებლად. моя сестра умирала через пару лет в больнице, როდესაც 1-2 წლის შემდეგ ჩემი და საავადმყოფოში კვდებოდა, рядом с ней был не ее муж. მისი ქმარი მის გვერდით არ ყოფილა. Рядом с ней была моя вторая сестра. მის გვერდით იყო მისი და. Это неправильно. ეს არასწორი იყო. Я видел такие ситуации не только у себя в семье.
ასეთი რამ არა მხოლოდ ჩემს ოჯახში მაქვს Когда ნანახი. родители не хотят давать свободу своим детям. როდესაც მშობლებს არ უნდათ რომ თავისუფლება მისცენ Когда შვილებს. они не хотят просто со стороны смотреть и радоваться за своих детей. როდესაც არ Или უნდათ რომ переживать за своих უბრალოდ детей. გვერდიდან უყურებდნენ და უხაროდეთ თავიანთი Аккуратно давать შვილების советы. სიკეთე და ძალიან ფრთხილად Не აძლევდნენ вмешиваться რჩევებს. грубо как-то. უხეშად არ ერეოდნენ მათ ცხოვრებაში. Ты понимаешь, что всему этому, შენ აცნობიერებ რომ ყველაფერ ამას этому же в школе не учат. ამას ხო სკოლაში არ Нет ასწავლიან. университета, в котором ты можешь არც научиться этому. უნივერსიტეტებია ის რომ ისწავლო. Есть только два источника, где ты можешь этому научиться. არის მხოლოდ ორი წყარო, სადაც შეგიძლია ამის ისწავლა. Это Библия ეს არის ბიბლია и здоровая семья. და ჯანსაღი ოჯახი. Где ты видишь эти вещи? სადაც შენ ამას ხედავ, Где ты видишь все это? სადაც ამ ყველაფერს ხედავ. Ты знаешь, я иногда говорю про своих родителей как про идеальных людей. ხანდახან ჩემ მშობლებზე, როგორც იდეალურ მშობლებზე ისევ На ლაპარაკობ. самом деле, სინამდვილეში, они, конечно, не были идеальными. რა თქმა უნდა, იდეალურები არ ყოფილან. Но ты знаешь, почему все мои родственники, которые до сих пор живы, вспоминают моего отца как идеального человека? მაგრამ იცით რატომ იხსენებენ მამა ჩემს, ჩემი ნათესავები დღემდე როგორც იდეალურ ოჯახის Моя мама никогда в жизни никому не рассказывала ни про одну его ошибку. დედა ჩემი არასოდეს არავის არ უყვებოდა მისი შეცდომების შესახებ. И он не ходил и не рассказывал своим двоюродным братьям, своей сестре და არც მამა ჩემი про დადიოდა ошибки моей мамы. და არ ლაპარაკობდა თავის სანათესაოში დედა ჩემი შეცდომებზე. Знаешь, какая трагедия, იცით როგორი ტრაგედია? когда родители начинают своим детям рассказывать про ошибки своей второй половины. როდესაც მშობლები თავის შვილებს უყვებიან თავისი მეორე ნახევრის შეცდომების შესახებ. Когда дети становятся свидетелями этих конфликтов дома. როდესაც შვილები ხდებიან ამ კონფლიქტების შემსწრე, მომსწრე Когда они слышат ოჯახში. эти вещи. როდესაც ამას ისმენენ ბავშვები, Иногда შვილები. они слышат страшные вещи. ხანდახან რაღაც საშინელებებს ისმენენ. Как они после этого живут, я не знаю. მე არ ვიცი ამის შემდეგ როგორ ცხოვრობენ. Мудрые родители, старшее поколение, უფროსი თაობა, ბრძენი მშობლები, оно в этом огромную роль играет. ამაში მათ ძალიან დიდი წვლილი აქვთ. Недавно я разговаривал с одними людьми на эту тему. Оставить человека, отца и мать, прилепиться к жене. Там. ცოტა ხნის წინ ვესაუბრებოდი ადამიანს აი ამ თემაზე, რომ დატოვებს კაცი თავის დედას და მამას და მიიწებება Я уже თავის სოლს. заканчиваю сейчас. მალე ვასრულებ. Ты знаешь, что я сказал? იცით რა უთხარი? Я сказал, слушай, это так написано, но надо правильно понять, что имеется в виду. ასია დაწერილი, მაგრამ ყველაფერი სწორედ უნდა გავიგოთ. Потому что в то время, когда эти слова писались, იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც ეს სიტყვები იწერებოდა, все люди жили вместе. ყველანი ერთად ცხოვრობდნენ. Семья никогда не расставалась. ოჯახი არ იშლებოდა. Внуки, дети, дедушки, бабушки, папы, мамы, они жили все вместе. შვილიშვილები, მშობლები, პაპები, ბებიები სულ ერთად У ცხოვრობდნენ. Якова было 12 сыновей. იაკობს ყავდა 12 ვაჟი. У них уже были свои дети. მათ უკვე ყავდა თავიანთი У შვილები. каждого был свой шатер, где они жили. თითოეულს თავისი კარავი ჰქონდა. Но они все жили одной деревней, одним лагерем. Они მაგრამ всегда были ერთ вместе. ბანაკად ცხოვრობდნენ ისინი. И вот это настоящая семья. და ეს არის ნამდვილი ოჯახი. Отделиться от отца и матери и прилепиться к своей жене, გამოეყო ესე იგი მამას და დედას და მიეწებო შენ სოლს. это далеко не всегда означает физическое отделение. ყოველთვის არ ნიშნავს ფიზიკურად გამოყოფას. Это значит твое взросление. ეს ნიშნავს რომ შენ ზრდასრული ხდები. И как я уже сказал, это написано не только для сыновей. და ეს დაწერილია არა მხოლოდ ბიჭებისთვის, Это для родителей тоже написано. მშობლებისთვისაც დაწერილია. Будь мудрым. იყავი Не ბრძენი. разрушайте семьи ваших детей. Не Ну, пытайтесь руководить ими. დაანგრევთ, ანგრევთ თქვენი შვილების ოჯახებს. იქონიეთ სიბრძნე. Советуйте. რჩევები მიეცით. Аккуратно. ფრთხილად.
не заставляйте. ნუ არა იძულებით. Не вмешивайтесь, не настраивайте друг против друга. ნუ ჩაერევით და ერთმანეთის წინააღმდეგ ნუ ამხედრებთ ცოლ-ქმარს. Если мы будем читать Библию много и молиться, თუ ბიბლიას ბევრს წავიკითხავთ და ვილოცებთ, наша совесть будет в хорошем состоянии, ჩვენი სინდისი კარგ მდგომარეობაში и мы იქნება. почувствуем, что нужно делать, что не нужно. და ჩვენ ცხადად ვიგრძნობთ, რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ. Но я хочу закончить этой фразой, что самое главное качество, которое нужно в семье, და მე მინდა დავამთავრო ამ ფრაზით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც საჭიროა ოჯახისთვის, это ответственность. ეს არის პასუხისმგებლობა. Знаешь, почему я создал семью? იცით რატომ შევქმენი ოჯახი? Я почувствовал ответственность. მე ვიგრძენი пасухисმგებლობა. А был момент, когда я подумал, а надо оно мне? იყო მომენტი, რომ ვიფიქრე, საერთოდ მინდა ეს მჭირდება. Это же не первая девочка, с которой я знаком. ეს ხომ პირველი გოგო არა, Что это на რომელიც меня нашло? Что это გავიცანი. я решил жениться? ნეტარი რატო გადავწყვიტე ცოლად მოვიყვანო? Я уже несколько раз так хвостом махал и исчезал куда-то. რამდენჯერმე მე ასე ვთქვათ, მქონდა რაღაცა ურთიერთობები და შემდეგ დავშორდი. Да, это лучшая девочка, которую я до сих Есть. пор встречал. საუკეთესო გოგოა, რომელიც დღემდე Но შემხვედრია. кто знает, что там дальше, может, дальше лучше будет. что მაგრამ там. იქნება და მომავალში ვიღაცა უკეთესი შემხვდეს. Ехал в трамвае и думал, ну какое время мне жениться сейчас? 21 год мне, ну куда я? ტრამვაიში куда я ვიდექი და там это? მივდიოდი და ვფიქრობდი, რა დროს ჩემი ოჯახია 21 წლისა ვარ. Мы 2 года встречались. 2 წელი ხვდებოდით ერთმანეთს. Я просто почувствовал, მე უბრალოდ что ვიგრძენი, если я сейчас, через эти 2 года исчезну, რომ თუ აი ხლა ამ 2 წლის მერე გავქრები, я буду подлецом, каких мало. უსინდისო ვიქნები. И я сделал правильный выбор. და მე გავაკეთე სწორი Мне არჩევანი досталась хорошая жена. და კარგი მეუღლე ყავს. Я надеюсь, она думает то же самое про меня. იმედი მაქვს, რომ ისაც ასე ფიქრობს ჩემზე. Но მაგრამ я не женился до тех пор, იქამდე არ დავქორწინებულ ვარ, пока я не понял, სანამ არ გავაცნობიერე, что мужчина и Ром. ответственность მამაკაცი და პასუხისმგებლობა это фактически синонимы. ფაქტიურად სინონიმებია. Женщинам тоже нужна эта ответственность. ქალებსაც ჭირდებათ ეს У პასუხისმგებლობა. нее есть своя сфера. მას თავისი სფერო И გააჩნია когда у тебя возникают проблемы в семье, და როდესაც ოჯახში პრობლემები გიჩნდება, не поднимай свои чувства как флаг выше своей головы. შენს გრძნობებს ალამივით მაღლა ნუაწევ. Подумай о своей ответственности. შენს პასუხისმგებლობაზეც В დაფიქრდი. первую очередь перед Богом. პირველ რიგში ღმერთის Потому წინაშე. что ты перед Ним обещал что-то. იმიტომ რომ შენ მას დაპირდი. Второе, подумай о своих детях. მეორე, იფიქრე შენ შვილებზე. И когда успокоишься, подумай о своей второй половине. და როდესაც დაწყნარდები, იფიქრე შენს მეორე Но ნახევარზეც. начинай всегда с Бога. მაგრამ ყოველთვის ღმერთიდან დაიწყე. Если с Богом плохие отношения, თუ ღმერთთან ცუდი ურთიერთობა გაქვს, очень трудно сохранить семью. ძალიან რთულია ოჯახის შენარჩუნება. Если с Богом отношения хорошие, и Бог разговаривает, и ты слышишь, და თუ ღმერთთან კარგი ურთიერთობა გაქვს და ღმერთი გელაპარაკება და შენ მას უსმენ, ты можешь через многое пройти. შეგიძლია ბევრი რამ გადაიტანო, გაიარო. Если Господь позволит. თუ უფალინებას В დაგხვდავს, следующий раз мы будем говорить про отношения в церкви. შემდეგში ვილაპარაკებთ ურთიერთობაზე ეკლესიაში. А сейчас давайте мы помолимся. ეხლა კი მოდით ვილოცოთ. О чем помолимся? და რაზე ვილოცოთ? Аминь. Коротко, но приблизительно так, да. მოკლედ, მაგრამ არსი ეს არის. Обычно я говорю не так. Я говорю так, что если в этом что-то для вас было, ჩვეულებრივ ასე ვიძახი ხოლმე, თუ თქვენთვის ამ ყველაფერში იყო რაღაცა თქვენთვის, если вы посчитали что-то из этого важным для себя, თუ თქვენთვის რამე მნიშვნელოვანი მოისმინეთ, попросите Господа, чтобы Он თხოვეთ вам помог. ღმერთს, რომ უფალი დაგეხმაროთ. Аминь. ამინ. Господь, мы молимся во имя Иисуса Христа. უფალო, ვლოცულობთ იესო ქრისტეს სახელით. Мы благодарим Тебя, что Ты, Господь, живой. გმადლობთ, რომ ცოცხალი ღმერთი ხარ. И пока мы живы, და Господь, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ ღმერთო, практически нет ничего,
პრაქტიკულად არაფერი არ არის. чего мы не могли бы исправить вместе с тобой. რისი გამოსწორებაც არ შეგვიძლია შენთან ერთად. Поэтому прошу Тебя во имя ამიტომ Иисуса გთხოვ Христа, იესო ქრისტეს სახელით. помоги нам увидеть, Господь, დაგვეხმარე დავინახოთ. в чем мы можем покаяться, в чем нам нужно покаяться, რაშიც გვჭირდება მონანიება. что нам нужно изменить, რისი შეცვლა გვჭირდება ღმერთო. где нам нужно измениться. სად უნდა შევიცვალოთ ჩვენ? А если, Господи, менять что-то уже поздно, და თუ რაღაცის შეცვლა უკვე დაგვიანებულია, чтобы мы могли хотя бы извиниться перед людьми. ჩვენ ესე იგი პატიება მაინც ვთხოვოთ Мы ადამიანებს. просим Тебя во имя Господа Иисуса ვთხოვთ Христа, უფალ იესო ქრისტეს სახელით. благослови нас как семьи, Господь. გვაკურთხე ჩვენ როგორც ოჯახები, Благослови, чтобы каждый из нас занял свое место в რომ этих семьях, Господь. ყოველმა ჩვენთაგანმა თავისი ადგილი დაიკავოს Чтобы ოჯახში, мужчины были мужчинами, რომ მამაკაცები იყვნენ чтобы მამაკაცები, женщины были женщинами, რომ ქალები იყვნენ чтобы ქალები дети жили в уважении к своим და родителям, რომ შვილები პატივისცემით იყვნენ чтобы старики განწყობილი были მშობლების примером и მიმართ. источником мудрости. და რომ ესე იგი ხანში შესულები იყვნენ კარგი И მაგალითი я Тебя прошу во და имя მე გთხოვ Иисуса იესოს სახელით за тех, кто еще семью не создал, но хотел бы ее создать, ვისაც ჯერ არ შეუქმნია ოჯახი, მაგრამ აქვს ეს чтобы Ты სურვილი послал им навстречу правильного человека, Господь, შეახვედრო ღმერთო სწორი ადამიანი, чтобы они увидели друг друга, რომ მათ დაინახონ чтобы они ერთმანეთი, услышали друг друга, ერთმანეთს მოусმინონ и чтобы Ты прославился через და эти რომ ситуации, შენ Господь, в их განდიდე жизни. უფალო ამ Во имя სიტუაციების Иисуса мы просим ცხოვრებაში. Тебя. გთხოვთ იესოს სახელით Благослови, Господь, აკურთხე чтобы мы ღმერთო, судили не по взгляду наших очей, ვაკურთხე უფალ რომ ჩვენი თვალი Не შეხედულებით по კი არ внешности განსაჯოთ, судили, Господь. არა გარეგნულად ღმერთო, чтобы мы искали Твоей воли во რომ всех ჩვენ делах, ყველა საქმეში შენს ნებას и ვეძებდეთ особенно в браке, და Господь, განსაკუთრებით ღმერთო чтобы мы ოჯახთან искали Твоей დაკავშირებით. воли, Твоего ვეძებოთ водительства. ღმერთო შენი ნება და შენი სულით მავლობა. Благослови, Господь, გვაკურთხე наших უფალო, детей благослови. აკურთხე ჩვენი Дай შვილები, нам мудрость вырастить их Моглоте счастливыми, Господь, სიბრძნე ღმერთო რომ здоровыми ბედნიერები, духовно и ჯანსაღები физически, აღზარდოთ სულიერად ფიზიკურად, быть хорошим примером для них, ვიყოთ Господь, კარგი მაგალითი чтобы они მათთვის, видели нас на коленях, Господь, რომ ხედავდნენ ჩვენ მუხლებზე მდგომს чтобы они ღმერთო, видели нас с Библией в руках, რომ Господь, ხედავდნენ ღმერთო ბიბლიით чтобы они ხელში слышали от нас слово наставления в Господе, და რომ ჩვენგან მოისმინონ დამოძღვრა უფალში, чтобы никогда не видели кривизны в нашей რომ жизни, სიმრუდეებს არ ხედავდნენ ჩვენ ცხოვრებაში, чтобы они видели, что мы верим и живем так, как რომ верим. ხედავდნენ რომ გვწამს და რწმენის შესაბამისად ვცხოვრობთ. Во имя Иисуса мы молимся იესოს Тебя. სახელით გთხოვთ. Отец, Сын и Святой Дух. მამაო, ძეო, სულო, წმინდაო. Аминь. ამინ.